მოგესალმებით ყველას, ეთერშია დიდი შესვენება, ნიკო ცალანი, ანი ნინიძე და გიორგი წულაია ვიქნებით თქვენთან ერთად. მოგესალმებით. ნახოთ თუ რა გველოდება დღეს გადაცემაში, მალე დაგიბრუნდებით. დღეს გადაცემაში ნახავთ სამოქალაქო განათლება, უფლებები, ვალდებულებები და როლი საზოგადოებაში. თემაზე ვრცლად ისაუბრებს სამოქალაქო განათლების სპეციალისტი თამარ ჯიბლაძე. მედია განათლება და სოციალური პლატფორმები, თანამედროვე მედია გამოწვევები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. შფოთვა წარმატების ფონზე, რატომ ვერ ვტკბებით შედეგით. გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი დათო ქათამაძე. მამა ფინალე, პრემიერა, ნეო-ავანგარდის ენით მოყოლილი ისტორია. მოჩვენებითი რეალობა თუ რეალობა მოჩვენება. გადაცემის სტუმრებია რეჟისორი დიანა ჩახუნაშვილი, მხატვარი პროდიუსერი დავით ტაკიძე და სცენარის ავტორი ტარიელ კიკვაძე. ჩვენი პირველი თემა გახლავთ სამოქალაქო განათლება. ეს გახლავთ აუცილებელი ჩვენი თანაცხოვრებისა, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ რომ როდესაც თავიდანვე მოზარდები ეჩვევიან სამოქალაქო კულტურას, ეს განაპირობებს შემდგომ წლებში უკეთესი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და უკეთესი საზოგადოების შექმნას. ბათუმის მომავლის ელჩი, ასე ქვია პროექტს, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჯიბლაძე ახორციელებს. ის დღეს ჩვენი სტუმარია. მობრძანდით ქალბატონო თამარ. მობრძანდით. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ პროექტზე საუბარი, მოგვიყევით ამის შესახებ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ასეთი საინტერესო თემით, რომ დაინტერესდით. სამოქალაქო განათლება ეს მეტად მნიშვნელოვანი საგანი გახლავთ, იმიტომ რომ ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს უფლებებს, არამედ ჩვენს ვალდებულებებს სოციუმში. ხშირად ბავშვი ფიქრობს თავისი უფლებების შესახებ და ნაკლებად ფიქრობს თავისი ვალდებულებების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ პედაგოგებს მოგვეთხოვება ბავშვს გამუდმებით მივუთითოთ როგორც თავისი უფლებების, ასევე თავისი ვალდებულებების შესახებ. სწორედ ამ მიზნით ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში გადაწყვიტა დამეორგანიზებინა პროექტი ბათუმის ახალგაზრდა ელჩი, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ მოსწავლეებმა გაათვითცნობიერონ როგორც თავიანთი მოვალეობები, ასევე თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობა აიღონ საზოგადოების წინაშე საკუთარ თავზე. აღმოაჩინონ მოქალაქეთა პრობლემები, იმსჯელონ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე და შემდეგ საქველმოქმედო ღონისძიებების გზით თუ სხვადასხვა აქტივობებით ერთობლივად შეეცადონ მოაგვარონ ეს პრობლემები, როგორც არაფორმალური განათლების მიმართულებით, ასევე ფორმალური განათლების ფარგლებში. ჩვენ თანამშრომლობთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო სექტორთან აი ამ პროექტის განხორციელების მიზნით. თამარ, უფრო მკაფიოდ რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, საუბრობთ პროექტზე ბათუმის ახალგაზრდა ელჩი, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, თქვენ თქვით რომ სხვადასხვა უწყებებთან ითანამშრომლეთ, სხვადასხვა მიზნით. მოდით უფრო ცალად მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, პირველი ეს გახლდათ მოსწავლეების კვლევა. მანამ სანამ კვლევას ჩავატარებდით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობა თითოეული მოსწავლეებმა ჩაატარეს მოქალაქეების გამოკითხვა. დიახ, გამოკითხვა მათი პრობლემებისა და საჭიროების შესახებ. კვლევის მეთოდოლოგიების გაცნობის შემდეგ ჩვენ ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მიმდებარე ტერიტორიაზე მივედით, ვეწვიეთ, გამოკითხეთ მოქალაქეები, სხვადასხვა სამიზნე სეგმენტი ეს იყო როგორც ბავშვები, ასევე მოზარდები, მოხუცები და ასე შემდეგ, გავეცანით მათ პრობლემებს. შემდეგ ჩვენ პოლიტიკის დოკუმენტი გავაკეთეთ. აი მოდით სანამ შემდეგ ეტაპზე გადავთ, თითოეული ეტაპი რომ ცალად მიმოვიხილოთ, რა იყო ყველაზე ფუნდამენტური და გავრცელებული პრობლემა, რა შედეგი დადო ამ კვლევამ საინტერესოა და რა საკონკრეტულ კატეგორიაზე ვსაუბრობთ, როცა მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, ესეც დავაკონკრეტოთ. კეთილი. სკოლის მოსწავლეებმა რა პრობლემაც დაასახელეს, ეს გახლდათ უცხოეთში განათლების მიღების მიმართულება სკოლის მოსწავლეებისთვის. უკვე წლების განმავლობაში მაქვს ესეთი იდეა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა უცხოეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სკოლებში მიიღონ სწავლის შესაძლებლობა, როგორც არის ამერიკაში ფლექსი. ამასთან დაკავშირებით მე ვასწავლეთ იტალიაში, როგორც სტაჟიორი მასწავლებელი და ჩემი იტალიელი მოსწავლეები
პარალელურად სწავლობდნენ გერმანიაში, საფრანგეთში და ესე ვთქვათ იმედი და ოცნება მქონდა რომ და მაქვს დღემდე ის ოცნება რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებსაც ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიიღონ განათლება. როგორ მუშაობს სამოქალაქო განათლება ზოგადად, რას აძლევს ის თეორიულ ცოდნას თუ უფრო პრაქტიკულ ცოდნაზე არის ორიენტირებული თქვენი გამოცდილებით ევროპასთან დაკავშირებით და შემდეგ შევადროთ ქართულს დღეს ამ მიმართულებით როგორია სწავლების პროცესი საქართველოში. იტალიელებს ჰქონდათ ასეთი ცნობილი გამონათქვამი იმ სკოლებში, სადაც მე ვასწავლიდი, თუ გვინდა რომ ბავშვი იყოს დემოკრატიის ნაწილი, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა იცხოვროს დემოკრატიაში. ყოველთვიურად ეძლეოდა სხვადასხვა კლასს, ესე ვთქვათ კლასების დღეები იყო, ეძლეოდა იმის უფლება, რომ იმ კვირის გეგმა წარმოედგინა დირექციისთვის და დირექციასთან თანამშრომლობით განეგო, ესე რომ ვთქვათ, თავისუფალი დღეები, თავისუფალი ფორმის გარეშე თავისუფალი დღეები, სხვადასხვა აქტივობები, თვითონ ფიქრობდნენ ხოლმე თავიანთი სკოლელების საჭიროებაზე, აორგანიზებდნენ პროექტებს, ეს იყო შემეცნებითი ღონისძიებები, გასართობი ღონისძიებები თუ სხვა და შემდეგ თვითონ ახორციელებდნენ ამ პროექტებს. სამოქალაქო განათლება არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა, ეს არის პრაქტიკული გამოცდილება. მოსწავლეებმა თვითონ უნდა იფიქრონ, რომ ისინი გახლავთ მთავარი ბირთვი, მთავარი ცენტრი, ისინი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ მომავალი, ისინი უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, რათა სამომავლოდ მომავალში იცხოვრონ ძლიერ დემოკრატიულ, კიდევ უფრო დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში. თამარ, შემდგომ მოხდა ამ პრობლემების ადვოკატირება ქალაქის მერიაში, ხო? ეს არ იყო სიმულაცია, ეს იყო რეალური ადვოკატირება, ხო? რა რეაგირება მოხდა საინტერესოა უწყებიდან? უწყებიდან რეაგირება გახდათ ის, რომ შეეცდებიან პრობლემების მოგვარებას. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ის პრობლემები, რაც წამოვაყენეთ, ჯერჯერობით არ არის აღმოფხვილი, მაგრამ ჩვენ პრობლემა იყო ის, რომ მოსწავლეებს უცხოეთში სწავლების რესურსი არ აქვთ და იქნებ ეს პირობები შეუქმნათ, კიდევ რა პრობლემები წარმოეჩინეთ? მეორე პრობლემა, რაც შუახნის ასაკის ადამიანებმა დაასახელეს, ეს გახდათ ქუჩის ძაღლების პრობლემა. ძალიან ბევრმა მოქალაქემ დაასახელა, რომ ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში, ქუჩაში მყოფი ძაღლები გახლავთ არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი, არამედ ძაღლების უფლებებით ირღვევა, კერძოდ იმ მიმართულებით, რომ მათ მიმართ ხშირად ძალადობას ვაწყდები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მე და ჩემი მოსწავლეები წელს უკვე ვიწყებთ ოფიციალურად ხელნაკეთი ნივთების შექმნას, დამზადებას, ვაპირებთ რომ გავყიდოთ საახალწლო ბაზრობაზე და ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ჩვენ მცირედით მაინც შევაგროვებთ რაღაც თანხას, ასევე სხვა სკოლები გვინდა რომ ჩავთოთ ამ ინიციატივაში, შევაგროვოთ მცირედი თანხა, კვლავ მივმართოთ მერიას, რათა ეს პრობლემა ისე თუ ასე მაინც მოგვარდეს. ეს თანხა არის თავშესაფრის შექმნის მიმართულებით? კი ბატონო, ჩვენ მოკლედ გვინდა მაინც რაღაცა ინიციატივის კუთხით გამოვიდეთ, იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა. და რა אומר ის წარმომადგენლობა გვაინტერესებს? ხო, ჩვენ პასუხი იყო ის, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ, ნახოთ თანხას როდესაც შევაგროვებთ. ხო, ეს სიმბოლური ჟესტია თქვენ არ რატომ არის სიმბოლური ჟესტი? ბავშვებმა კვლევა ჩაატარეს. არა, მე ვამბობ თვითონ ის აქტივობა, რაც განახორციელა სკოლამ, ეს არ არის მხოლოდ რაღაც თავშესაქცევის სასკოლო აქტივობა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მთელი ქალაქის განვითარებაში. ანუ კვლევა მოხდა მოქალაქეების და წარმოჩინდა რამდენიმე ფლაგმანი პრობლემა, რომელთა უკვე წარდგენა მოხდა მერიაში, ხო? თუმცა თქვენი როლი არის ის, რომ მოახდინოთ მედიაცია, ვისაც ევალება ამ პრობლემის მოგვარება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ესეც ჟესტია, ვთქვათ, იმისა, რომ თქვენი ძალისხმევით მოახდენთ გარკვეული თანხის აკუმულირებას, რათა შემდეგ ვთქვათ მერიაშიც აჩვენოთ თქვენი მზაობა ამ პრობლემის მოგვარებისათვის. იცით, თქვენ დაასახელეთ ევროპაში განათლების მიღების თემა, რომელიც არ ხელეწიფება დღეს ჩვენს მოსწავლეებს, ხო? გარკვეულწილად ვისაუბრეთ პრობლემის მოგვარების გზაზე, როდესაც ვთქვათ, შეგვიძლია ჩვენ მივაწვდინოთ ხმა ისეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება. რაც შეხება საზღვარგარეთ ჩვენი მოსწავლეების
გაგზავნა. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი იპოვეთ? ამაზეც რომ ვისაუბროთ. თქვენი შეთავაზება რა არის? როგორ შეიძლება ეს არის თქვა ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში თუ თქვა ამ ეტაპზე გვაქვს იმის ფუფუნება რომ ბავშვები აუცილებელი პროცესია, ვინაიდან და რადგანაც ვიცით რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ იმის შესაძლებლობა რომ თავიანთი სკოლის მოსწავლეები გააგზავნონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სკოლებში. ჩვენ შემთხვევაში ერასმუსი არის სტუდენტებისთვის ძირითადად, მსგავსი კი ბატონო, სკოლის მოსწავლეებისთვისაც არსებობს ერასმუსი, მაგრამ მოკლევადიანი უბრალოდ პროექტებში მონაწილეობის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ სკოლაში მისვლას, საგაკვეთილო პროცესებზე დასწრებას, სამწუხაროდ ეს ფუფუნება ჯერჯერობით არ გვაქვს და მაშინ, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, იგივე ფუფუნება გვექნება, მაგრამ მე მაქვს იდეა. მანამ სანამ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მე მუშაობდი პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციაში, ატლანტიკური საბჭოს ახალგაზრდული ფრთა გახლავართ იატა საქართველო, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოში მოღვაწეობს, სტუდენტებს სტაჟირებაზე ვუშვებდით უცხოეთში და იგივე იდეა მქონდა სკოლის მოსწავლეებისთვის მაქვს და მინდა რომ უკვე დავიწყო ამ პროექტზე მუშაობა. სკოლის მოსწავლეებს მინდა შევთავაზო ამ კონკრეტული ორგანიზაციის ფარგლებში მოვახერხოთ იქნებ სკოლებში ვიზიტები დავაორგანიზოთ. ერთი კვირით იქნება, ორი კვირით თუ ასე შემდეგ. ხალბატონ თამარა, ის საინტერესო ეხლა ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ახალმა კანონმდებლობამ კლასებთან დაკავშირებით. აი თქვენი გამოცდილებით და ზოგადად მოსწავლეებს რა რეაქცია აქვთ ამაზე და გარკვეულწილად ეს ხომ არ ვფიქრობთ რომ რაღაც გარკვეულწილად ევროპაში შესწავლების ეს თქო შესაძლებლობას ამცირებს თუნდაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ბოლონიის პროცესი არსებობს, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ამ პროცესის შესახებ. აი ეს პროცესი შეფერხდება მნიშვნელოვანწილად, იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენთან იქნება მხოლოდ 11 წლიანი სწავლების სისტემა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესების შეჩერება. თუ გვინდა რომ თავიდან ავირიდოთ, თუ გვინდა რომ კიდევ უფრო ხელი შეუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს უცხოეთში დაბრკოლებების და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე გააგრძელონ სწავლა, აუცილებელი არის დღევანდელი მოცემულობით დავტოვოთ, ან კიდევ შესაძლებელია გვიანბეთ მოდით მათთვის, ვინც არ იცის ამ პროექტის შესახებ. კი ბატონო, ეს გახლავთ ბოლონიის პროცესი არის საერთაშორისო საგანმანათლებლო, ესე რომ ვთქვათ, პროცესი. ბოლონიის პროცესის წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას და სურვილს მათი წევრი ქვეყნების სტუდენტები, მოსწავლეები თავიანთ ქვეყნებში მიიღებენ განათლებას, ეს იქნება ბაკალავრი, მაგისტრატურა თუ ასე შემდეგ. მე პირადადაც მიმიღია მონაწილეობა უცხოეთში, მიმიღია განათლება და ძალიან გული დამწყდება თუ კი ეს პროცესები შეფერხდება. აი მოდით უფრო კონკრეტულად შევადაროთ, უკეთრავად სწავლების მეთოდები უცხოეთსა და საქართველოში. ვფიქრობ, რომ პოზიტიური ტენდენცია მაინც არის, ხომ და ჩვენ ხშირად ვეხებით განათლების საკითხებს, თუნდაც ის რომ სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი ფლაგმანი საგანი გახდა, ესეც ძალიან სასიამოვნოა ბოლო დროს და გვახარებს. ამას გარდა რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ? თან ისიც ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფინურ სკოლას ხშირად ვასახელებთ, როგორც ავანგარდში მდგომს და სამაგალითოს, ჩვენ მაინც ქართველები ვართ, ჩვენი ხასიათი გვაქვს, ხო? ალბათ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს ზუსტი გადმოთარგმნა არ მოხდეს ხოლმე მაგალითების და უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ერის სპეციფიკურობაც, ხომ? აი თქვენი აზრით რა არის ის, რაც გვაკლია და გვჭირდება და რისთვისაც უნდა გაიწვრთნას მთელი ეს არ ვიცი კოლექტივი პედაგოგების. ვფიქრობ, რომ თანამედროვე სწავლების მეთოდს ჩვენ უკვე ფაქტობრივად ფეხი ავუწყეთ. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ სხვა მასწავლებლების სახელით ვისაუბრო, მაგრამ მე და ჩემი კოლეგების შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვართ იმ მიმართულებაზე გადასული, რომ მოსწავლე არის უკვე მთავარი, ესე რომ ვთქვათ, აქტორი საგაკვეთილო პროცესში. თავდაპირველად, როდესაც შევედი კლასში, ვფიქრობდი, რას გამოიწვევდა ეს მათ ვაძლევს შესაძლებლობას ერთი დღე იყვნენ მასწავლებლები, ერთი დღე იყვნენ მოსამართლეები, ერთი დღე იყვნენ ჟურნალისტები, მოერგონ სხვადასხვა როლი და ვფიქრობდი როგორ გაართმევდნენ თავს, რამდენად დაინტერესდებიან. იქნებ უნდათ რომ სულ ყოველ დღე მე ვილაპარაკო და მათ უბრალოდ ინფორმაცია მივაწყდო. აღრთოვანებული ვიყავი. აღრთოვანებული იყვნენ ჩემი მოსწავლეები და მახარებდა, მაბედნიერებდა მათი ბედნიერებითა და კმაყოფილებით ახსოვს ეს სახე. როდესაც მოერგეს ადვოკატის როლი, მოსამართლის როლი
როლი, თუნდაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის როლი გაითავისეს ბოლომდე და გაკვეთილის ბოლოს მეუბნება რამდენიმე მოსწავლე. მას იცით, დღეს თქვენ მიბიძგეთ იმისკენ, რომ აღმომეჩინა საკუთარი თავი, თუ ვინ ვიქნები მომავალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგაკვეთილო პროცესი თვითონ მოსწავლეებს დავუთმოთ. ისინი არიან მთავარი ცენტრი საგაკვეთილო პროცესის. მათ ასევე მასწავლებლის როლიც უნდა მივანიჭოთ. ეს არ არის ცუდი პირიქით. ეს მათ კრიტიკულ აზროვნებაში დაეხმარება, ეს მათ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ეს მათ დაეხმარება თავის კლასელებთან ერთად ურთიერთობა ისწავლონ, ჯგუფური მუშაობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობების, თუნდაც მრგვალი მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებების შეტანა, დებატების შეტანა. ეს ყველაფერი მოსწავლეს უფრო თამამს ხდის, უფრო თავდაჯერებულს ხდის და საკუთარი თავის მიმართ რწმენას აძლევს. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილების სახით კიდევ უფრო გაიხრმავონ. ხო, არაფორმალური განათლება უფრო და უფრო სინთეზირდა ხო ფორმალურ განათლებასთან და ეს ნიშანდობლივია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ თითქოს ახალი თაობა ალფას, რომელსაც ვეძახით ხო, რომელიც გადის აი ახლა სკოლის პროცესებს, არის ცოტათი უფრო ჩაკეტილი გამომდინარე იქედან, რომ ციფრული სამყარო, ამით ვართ გარემოცული, ხელში გაჯეტები უჭირავთ, წერა ურჩევნიათ, ვიდრე ვერბალურად საკუთარი აზრის გადმოცემა და პოზიციონირება, ხშირად მშობლები ამასთან დაკავშირებით ჩივენ. თქვენი დაკვირვება როგორია ეს თაობა რეალურად და რა ხელშეწყობა სჭირდება? მე ვფიქრობ, თუ კი მასწავლებლები ვიქნებით ის კელაპტრები, რომლებიც შეეცდებიან სხვა მოსწავლეებში, არ მხოლოდ ერთ მოსწავლეში, ორში და ხუთში, არამედ 30-ვე მოსწავლე შეეცადოს ის მანათობელი წერტილი და სხივი იყოს, რომელიც სხვა მოსწავლეებსაც აანთებს, მე ვფიქრობ, რომ თითოეული მოსწავლე უკვე იღებს პასუხისმგებლობას. მე მქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოსწავლე მინახავს ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში, როდესაც თავდაჯერებულობა არ ქონდა, თვითრწმენა არ ქონდა და სწორედ ამ შემთხვევაში რა გავაკეთე? პირველი რაც გავაკეთე ეს იყო გაკვეთილის ბოლოს მას ვთხოვე დახმარება, რაღაც ვთხოვე რომ დამხმარებოდა. ეს მოსწავლე თავდაპირველად ძალიან მორიდებით იყო, შემდეგ დამეხმარა. აუცილებლად მშობელს დავურეკე, ვესაუბრე დამრიგებელსაც რა თქმა უნდა, ვესაუბრე ხომ არ არის ისეთი რამ რაც მე უნდა ვიცოდე და მასთან კომუნიკაციის დროს გავითვალისწინო. მშობელმა მითხრა რომ საკმაოდ მძიმე დეპრესიული ფონი აქვს და სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე რომ შემეთავაზებინა ზღვისპირას გასეირნება, საუბარი და ფსიქოლოგის როლი შეიკავსეთ მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ხო? სამოქალაქო განათლება ვთქვათ ამ შემთხვევაში ახსენეთ იქიდან გამომდინარე რომ ჩართეთ ამ პროცესში მოახდინეთ მისი რაღაც სოციალიზაცია, ხო? აქედან გამომდინარე ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია იგივე სამოქალაქო განათლების სპეციალისტების ჩართულობა სწორედ იმ კუთხით, რომ დაურეკოთ მშობლებს, თუმცა ეს ფსიქოლოგის პრეროგატივაა იდეაში, ხო? უკუ რეაქცია როგორია ბავშვების გარდა იმ ვთქვათ აქტუალური თემებისა, რომელზედაც ახლა თქვენ თქვით, ხო? ეს იყო ევროპაში განათლების მიღება, ეს არის ვთქვათ ძაღლთა თავშესაფრის პრობლემა. ამას გარდა რა აქცენტები დასვით ბავშვებთან ერთად გამოკითხვის დროს საინტერესოა. უკუ რეაქციაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? აი მათ ჩართულობას აი ამ პრობლემის მოგვარებაში, გარდა ამ ჩამოთვლილთაგან, რაც ვისაუბრეთ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია მის ეთიკური დამოკიდებულება, რაც თავიდან მათ გააჩნდა. რას გულისხმობთ? მას ვინ მოგვისმენს? მას ვის აინტერესებს ჩვენი აზრი? მას ჩვენგანა შეგვიძლია დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, აქვე ვიტყვი შარშან. საოცარი პროექტი დავაორგანიზეთ სკოლაში. ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიება, დავამზადეთ, მოვხატეთ ჩანთები, მაისურები, მოვხსოვეთ ჩანთები, დავხატეთ სხვადასხვა ნამუშევარი შევქმენით, გავყიდეთ და ამ შემოსული თანხით დავეხმარეთ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს. თავდაპირველად ეს სკეპტიკური რეაქციები ჰქონდათ, არ ჯეროდათ ამ ბავშვებს, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. როდესაც ჩვენ განვახორციელეთ ეს პროექტი, როდესაც გაიყიდა, აი გაყიდვის წინა დღეებშიც კი ამბობდნენ, რომ მას აი ალბათ ორი ნივთი გაიყიდება. აი ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. სინამდვილეში შედეგი იყო საოცარი. აღფრთოვანებული ვიყავი მეც და ეს მოსწავლეებიც, მე ბედნიერები იყვნენ და
ეს მოსწავლეები, რომლებმაც დადეს წარმატებული პროექტი, გახდათ სხვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და წელს უკვე ძალიან ბევრი მოსწავლე მთხოვს. თუნდაც ერთთან ორ ოჯახს რო დაეხმაროთ, ესეც რამხელა მოტივაცია არის. ხაბარო თამარ ახ ბოლო კითხვა მექნება ესეთი, რამდენად მარტივია იყო, ესე ვთქვათ, ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე დეზინფორმაციის პერიოდში, როდესაც ჩვენ გარკვეულწილად ხშირად ამის წნეხში ვართ და მით უმეტეს აი მედია განათლება დღეს ალბათ სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხო, რომ იყო პასუხისმგებლობიანი და თან იყო ინფორმირებული. აი რა როლი აქვს დღეს მედია განათლებას სამოქალაქო განათლებას? ძალიან დიდი როლი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი საგანი და მცირედი ისწავლება მაგ მიმართულებით, შარშან მოვიწვიეთ თბილისიდან მედია წიგნერების ცენტრიდან წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და მადლიერი ვარ მათი, როგორც ტრეინინგი, ასევე ვორქშოპები ჩაგვიტარეს და გარდა ამისა წელს მივიღეთ მონაწილეობა მედია წიგნერების მიმართულებით კონკურსში, შედეგებს ველოდებით. ჩვენ შევქმნით ანიმაცია, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვცდილობთ, რომ გაგვეკეთებინა სიუჟეტი. კერძოდ პრობლემა რა იყო? ჩემ ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ ვიღაც უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა მას და თხოვა რაღაც კონკრეტული სახის პირადი ინფორმაციებისა თუ ფოტოების გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხელოვნურ ინტელექტს დაამონტაჟებინებდა ფოტოებს და მაინც გავრცელებდა თავის სანაცნობო წრეში. გოგონა დამიკავშირდა. დიახ, რა თქმა უნდა, შანტაჟი იყო, გოგონა დამიკავშირდა, იმიტომ რომ არ ერჩენ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით, მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად არის ძალიან დიდი საფრთხე, ზოგადად შანტაჟი მუქარა ის არის დანაშაული, რა თქმა უნდა დავრეკეთ ნასტორმეთში და მიმართეთ დახმარებას, ნამდვილად აღმოიფხვრა ეს პრობლემა, მაგრამ მე და ჩემო მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ეს პრობლემა უკვე სხვა ახალგაზრდებისთვისაც მიგვეწოდებინა და გვეთქვა ის, რომ მცდარი ინფორმაცია არის მცდარი ინფორმაცია, ჩვენ ვასწავლეთ ამავე ვიდეოში, როგორ უნდა განვასხვავოთ რეალური ფოტო ყალბი ფოტოსგან, როგორ უნდა გავმიჯნოთ ყალბი ინფორმაცია რეალური ინფორმაციისაგან. ზოგადად დეზინფორმაცია ძალიან დიდი პრობლემა არის. მოსწავლეების რა გითხრათ, უფროსებიც კი ვეღარ არჩევენ, რომელი ფოტო ან ვიდეო არის რეალური, ან რომელი ინფორმაცია არის რეალური ან დიახ. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თამარ ჯიკვაძეს, მასპინძლობდით პედაგოგს და გვახარებს თანამედროვე ტენდენციები ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. მადლობა თამარ. მადლობა. წარმატებები თქვენს. ესე იგი მედია განათლება არის თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ელემენტი, გლობალური საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, მოკლედ და ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად ამ დეზინფორმაციის პერიოდში სწორად განვასხვაოთ და ამის ფილტრი გქონდეს, როგორც წინასწარმეტყველმა ახსენა, ხშირ შემთხვევაში არ მხოლოდ ბავშვებს და უმცროსი თაობის წარმომადგენლებს, არამედ უფროსებსაც კი გვიჭირს ამის ფილტრაცია, თუმცა დღეს მედია, ასე ვთქვათ, გამოცდილება და მედია განათლება არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის როგორც სკოლაში, ასევე შეიძლება იყოს ეს უმაღლეს საგანმანათლებლო ნაწილში. დღეს რა ხდება მიმართულებით ჩვენთან საქართველოში, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად. ლაშა ზარგინავარი ჩვენთან, მოგესალმებით. მოგზანდით ლაშა. ჩვენი კოლეგა, მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით მაყურებელს და მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით პირველ რიგში დაინტერესდით ამ თემით. ისე აი როგორ წარმოგიდგენიათ რაღაცა გარკვეული რეგულაციები კანონმდებლობის დონეზე უნდა არსებობდეს იმისთვის რომ თავი დავიცვათ დეზინფორმაციისგან თუ ისევ და ისევ აი რასაც საუბრობდა ჩვენი გასული სტუმარი ჩვენით უნდა აღვიჭუროთ განათლებით და რაღაც ერთგვარი ფილტრი ვისწავლოთ. ძალიან კარგი სტუმარი ყავდა და ძალიან კარგი ფინალი ჰქონდათ მასთან საუბრის და ლოგიკური გაგრძელება იქნება ალბათ ჩვენი დიალოგიც ამ სტუმრის შემდეგ, ხო? კანონმდებლობა პრინციპში რაც გვაქვს ისიც საკმარისია იმისათვის რომ დაცულები ვიყოთ. თავარია ჩვენ რამდენად ვიცნობთ ამ კანონმდებლობას და რამდენად ვითვალისწინებთ ან რამდენად არის რეგულირებადი პრაქტიკაში ამ კანონიდან გამომდინარე ის რაც უკვე ვერ შევაჩერეთ, ხო, მიაღვარი სხვა ოკეანე ინფორმაციის, მათ შორის დეზინფორმაციის მოდის და ჩვენ ვნახეთ იგივე 19-20 წელს რაც მოხდა ასობით პეიჯი, ასობით, რა ვიცი, გვერდი, ჯგუფი, ასე შემდეგ გაუქმდა
მეტას მიერ, იმიტომ რომ ისინი აბცელებდნენ დეზინფორმაციას და ისინი იყვნენ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი, როგორც ინფორმაციის მატარებელი და მათ არ ყავდათ მცირე აუდიტორია, სხვათა შორის მათ ყავდათ ძალიან დიდი აუდიტორია და ყოველთვის ხდება ისე რომ კარგი ინფორმაციას და ანალიტიკურ ჟურნალისტიკას ვასწავლის სტუდენტებს და სულ ვეუბნები ხოლმე მათ რომ ვინც ანალიტიკური მიმართულებით შეიძლება წახვიდეთ და გააგრძელოთ საქმიანობა, თქვენი ნაშრომი შეიძლება ნახოს 1000-მა ადამიანმა, მაგრამ ის ადამიანები, ანუ ჟურნალისტები, ვინც ყვითელ მასალებზე მუშაობენ, ხო, მათი ნამუშევრები შეიძლება ნახონ მილიონებმა, მაგრამ ეს მოტივაციას უნდა გიკარგავთ თქო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო გამონაკლისები, საქართველოს არ არის ზოგადად ესია მთელი მსოფლიო გადაეწყო აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგზე, მათ შორის ჟურნალისტიკის მიმართულება გადაეწყო. თუმცა ეს ჟურნალისტის ეთიკა, ეს არის რაღაცა სტაბილური, რაც არ იცვლება თუ ესეც ფორმირდება დროთა. იმიტომ რომ იმდენად ხო, იმიტომ რომ ესე მგონია, ყველა მეორეს უკვე ხელში გაჯეტი აქვს და ყველამ შეიძლება საკუთარი თავის პოზიციონირება მოახდინოს, როგორც ადამიანი, რომელიც არის წყარო რაღაცა ინფორმაციის, ხო? და ამასობაში აი ნახე ზუსტად აი ობიექტურობა დაიკარგა. ანალიტიკა ხო გულისხმობს აი ორი მხრიდან ორი კი არა და ძალიან ბევრი შრი აქვს ხო თითო საკითხს. თუმცა ვხედავთ უფრო მეტად რაღაცა გვესმის რადიკალიზმი და საინტერესოა თითქოს აი ამ დრომ მოიტანა და ფორმირდა ჟურნალისტური ეთიკას უბრალოდ არ ითვალისწინებია. არა, ნახეთ ჩვენ საქართველოში 2009 წელს ჟურნალისტური ეთიკის ხარტია შევქმნით და რამდენიმე ჟურნალისტი ვარ დამფუძნებლები ამ ორგანიზაციის, რომელიც დღემდე ეფექტურად მუშაობს და ის რომ მაშინ იყო რაღაც სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის და ამ პრინციპების მიმართ 11 პრინციპი, რომელიც გაიწერა იმ დროს და ეს 11 პრინციპში მოიცავს ყველაფერს, ხო? დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ სიკეთით, რომ თუ რაღაც სადაო ხდება მასთან მიმართებაში რომელიმე კონკრეტულ ჟურნალისტურ პროდუქტში ისინი მიმართავენ ჟურნალისტური ეთიკის ხარტიას და ითხოვენ რომ რაღაც ტიპის დასკვნა მოამზადოს ხარტია იმისათვის რომ უფრო ნათელი გახდეს ამა თუ იმ მასალის ობიექტურობა, ხო? მაგრამ გეთანხმებით იმაში რომ 2019 წლის შემდეგ რამდენი 16 წელიწადი გავიდა, ხო, 16 წლის განმავლობაში, აი ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ხო, წინა სტუმართან იგივე, ხელოვნურმა ინტელექტმა აბსოლუტურად დააყირავა კიდე რაღაც თემებთან მიმართებით, ჩვენი წარმოდგენებით, ჩვენი, არ ვიცი, ყოველდღიურობა, გაჯეტები ხელში. მე ვამბობ ყოველთვის, ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ ყველა თქვენგანს თქვენი ტელევიზია გიჭირავთ ხელში, აბსოლუტურად. ეს კარგიც არის და ცუდიც არის. ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაც მერდოკი რო იყო ერთ დროს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, ესე არ არის, ყველანი ძლევამოსილები ვართ, თუმცა ეს ხო საფრთხეც არის გარკვეულწილად. საფრთხე არის და ამ საფრთხემ მოიტანა უკვე შედეგი, რადგან ჩვენ ამ პრობლემას დღეს ვხედავთ 4 დასრული ადამიანი და ვსაუბრობთ, რომ ეს არის საფრთხე და როგორ შეიძლება დეზინფორმაციას ვებრძოლოთ, ეს უკვე არის, რომ ჩვენ საფრთხე კი არ არსებობს, დავინახეთ და ჩვენ თავზე აი მედია განათლებას ამ საკითხს შაბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი. პროფესიულად რომ განათლება რა თქმა უნდა საინტერესოა, თუმცა საზოგადოებისთვის, თანამედროვე საზოგადოებისთვის, ადამიანისთვის, რომელიც უბრალოდ თავის სხვა საქმეს აკეთებს, აი როგორ უნდა მიიღოს ეს მედია განათლება და რა კონკრეტულ კრიტერიუმებს თუ უნარებს მოიცავს, რო გამოვარტოთ მაყურებლისთვის. მედია წიგნიერება, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მწირად ისწავლება ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს პრაქტიკაში და მედია წიგნიერებაზე ჩვენ საუბრობთ, რა ვიცი, ჟურნალისტები, რომლებსაც რაღაც ტიპის პრეტენზია გვაქვს ობიექტურ და სამართლიან და კარგ ჟურნალისტიკაზე, მუდმივად საუბრობთ, რომ თუ მედია წიგნიერების მიმართულებით ჩვენ უფრო არ გავააქტიურებთ სწავლების ფორმებს, მეთოდებს, მაშინ არასდროს არაფერი არ გვეშვებთ, ვცდილობ რომ პრაქტიკულად ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით. თუ მედია წიგნიერება არ იქნება სათანადო დონეზე ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ, იგივე დეზინფორმაციის კუთხით რაც ხდება, იგივე ცრუ ნარატივები, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით, ხო? გამოსავალი არ არსებობს სხვანაირად. საბაზისო მიმართულება რო ავიღოთ,
ხო, ჩვენ ხშირად ვხედავთ სოციალურ ქსელში ბავშვების აკაუნტებს, ხო? აქ უკვე პასუხისმგებლობა დგება მათი მშობლების მედია განათლების, ხო? აი აქ სად შემოდის იგივე მედია განათლების როლი? გულისხმობ იმას, რომ აი ის ბავშვი, რომელიც თქვა რეგისტრირდება სოციალურ ქსელში, რომელიც პირდაპირ საფრთხეა იმისა, რომ მან მიიღოს არასწორი კონტენტი, მან მიიღოს არასწორი ინფორმაცია, გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი. მოდით ვისაუბროთ მშობლის პასუხისმგებლობაზე და მის მედია წიგნიერებაზე. თითქმის ყველა სოციალურ ქსელს დამატებული აქვს მშობლის და ისა მაკონტროლებლის ფუნქცია, ну ინგლისურად უფრო კარგად იკითხება, ვიდრე ქართულად სათარგმნად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევებში მშობლები არ ითვალისწინებენ. მეც მამა ვარ, გარდა იმისა, რომ რაღაც სტუდენტები მყავს და მოსწავლეებს რაღაც უზიარებ ჩემს გამოცდილებას, მათ შორის პრაქტიკულს და თეორიულს. მეც მშობელი ვარ და მე ვცდილობ, რომ ყველა სოციალური ქსელი, სადაც შეიძლება ჩემს შვილები იყვნენ, რაღაცნაირად ჩემს ხო მიმოიყავდეს და ვხედავდე ყოველ შემთხვევაში, რა თამაში გადმოიწერა, რა ჯგუფშის, რა დაპოსტა რაღაცა, ესეთი რაღაცები. რა კონტენტზე ცნობა. ხო, რა კონტენტთან აქვს ძირითადად ჩემხებლობა ახლა. 15 წლის შვილს შენ ყოველ წუთს ყველაფერს ვერ გაუკონტროლებ. ეს არის თავის მოტყუება და შეიძლება სხვაებიც ვითომ მოატყუო, მაგრამ თავს არ მოვიტყუებ ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომაც ძალიან რთულია ეს კონტროლის მექანიზმი არსებობდეს 100%-იანი და დაცული და ეფექტური, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ როგორღაც ჩვენი შვილებისთვის გზამკვლევები ვიყოთ, მათ ძალიან ხშირად ვესაუბროთ. მე სულ ვეუბნები ხოლმე იგივე ჩემს სტუდენტებს, ახლა ხედავ რომ ChatGPT-ით გაკეთებული დავალება როცა მოაქვს ადამიანს უნივერსიტეტში, ხო, მას უხსნი რომ ეს რესურსი შენთვის არის ძალიან კარგი და მართლა დიდი სარგებელი მოაქვს ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის რომ კარგი წყაროები მოგიძებნოს რაღაც, მაგრამ შინაარსობრივად სიღრმისეულად ის ვერაფერს ვერ გიკეთებს. შენ ადამიანმა უნდა უზრუნველყო, მას უნდა დაეხმარო პირიქით რომ გაამდიდროს მისი მეხსიერება, კარგი ინფორმაციით და მიუთითო უნდა ყოველწუთას. აი როცა სტუდენტებს მოაქვთ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი საშინაო დავალებები, აქ როგორ ფილტრად, როგორ ხვდებით ეს არის თუ არა მისი ანალიზი. ხო, ხუმრობით ვიტყვი, თავიდან ვიძახდი როგორ მეზიზღება თქო, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა უკვე, იმიტომ რომ ეს გამოწვევა უკვე ლექტორებს. ძალიან დიდი გამოწვევაა. თან უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამომცნობი პროგრამა როგორც ასე, ანუ სტუდენტ შენ ოფიციალურად რო რაღაც პასუხი მოსთხოვო და ამის გამო ქულა არ დაუწერო, ხო? ვერ უმტკიცებ, იმიტომ რომ ჯერ ინტეგრირებული არ არის ის პროგრამა ყველა უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც ამოიცნობს ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებულ მასალებს. ეს არის პრობლემა ერთი მხრივ. მეორე მხრივ პრობლემა არის ის, რომ წიგნი და შენი რაღაც 3 საათი ქონდა ახლა ლექცია და იქიდან მოვდივარ უნივერსიტეტიდან, ხო? 3 საათი შენ რო იღლები ამ კომუნიკაციით სტუდენტებთან და მე რაღაც ერთ წამში ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი, შენ ხო დარტყმის ქვეშ ხარ, ხო? შენ ხო დარტყმის ქვეშ ხარ ფსიქოლოგიური, რომ მიდის ეს სტუდენტი სახში და შენ 3 საათი რაც აუხსენი, ის შეიძლება 3 წამში გაუკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა და მოგიტანოს და კიდევ ვერ დაუმტკიცო რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გაგება. ვიდეო დღეა ეთერში ლაშა ზარგინავა, ჟურნალისტი, მედია ექსპერტია ჩვენთან ერთად, საუბრობთ მედია განათლებაზე. აი სტუდენტებთან ურთიერთობა ახსენეთ და ChatGPT-ის იგივე ხელოვნური ინტელექტის როლი, როცა საუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთი ხელის მოძრაობით სტუდენტმა მოიტანოს შესანიშნავი დავალება უნივერსიტეტში, ხო? სკოლის მოსწავლეებში მათ შორის. ხო, საინტერესოა თქვა იყო თაობა, რომელსაც არ ქონდა ხელოვნური ინტელექტი და უბრალოდ არც ბიბლიოთეკაში დადიოდა და საერთოდ შეხება არ ქონია არანაირ განათლებასთან. ამ ადამიანებს აი ამ კომუნიკაციით ხელოვნურ ინტელექტთან გულისხმობს სტუდენტებს და მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, რომ იოლად აკეთებენ დავალებას, მაინც ხო არ რჩებათ რაღაცა ინფორმაცია. მათთვის სასარგებლო. არა, ეს არის ინფორმაციის, სხვა ინფორმაციის წყარო. ხალხმა აი წარმოუდგენელი საშუალება გაჩნდა ჩვენს რეალობაში იმისათვის, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ თავი მოუყაროს კარგ რესურსებს და არა კარგ შინაარსს. აი ამაზე ეს ორი რაღაც უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ხო? შინაარსის კუთხით ჩვენ უნდა
მე ამ რესურსიდან გამომდინარე არის თუ არა მასში მოცემული შინაარსი ჩვენთვის სასარგებლო და ასე შემდეგ ეს უნდა რაღაც ავითვისოთ თორემ როგორც რესურსის მაძიებელი ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან კარგი საშუალება რისერჩისთვის არის იდეალური ტექნიკურ ნაწილში ხო Google-ი რასაც ვერ აკეთებდა და იქ შეიძლებოდა ამოეგდო არ ვიცი 16000 გვერდიანი დოკუმენტი ეს არის აკუმულირებული ხო ეს პირდაპირ გითითებს რომ აქ არის ავთენტურობას ბოდიშიანი რამდენად სწორი თუ არასწორი ინფორმაცია ამ ნაკადში პირდაპირ ბმულები შეუძლია მოქცეს და ამ ბმულების გადამოწმების საშუალებით შენ თვითონ უნდა რაღაცა მიიღო გადაწყვეტილება რამდენად სანდოა ეწყარო შენთვის და რამდენად არ არის აი სამომავლოდ რო უყურებლა შენ როგორ გონია ეს პროპაგანდისტული მედია საშუალებები თუნდაც ამ ხელოვნური ინტელექტს მათ შორის სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ შეიძლება რომ გამოიყენონ манипуляციისთვის დავობს მსჯელობს თავს იმტრევს მთელი განვითარებული სამყარო როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დაუპირისპირდნენ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული საშუალება არ არსებობს კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით სხვათა შორის გასულ წელს ყავდა გასულ სემესტრში ყავდა ძალიან საინტერესო სტუმრები უნივერსიტეტში ჩამოსული ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტიდან და მათთანაც ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და არა მარტო მათთვის არამედ ევროპულ უნივერსიტეტებში ძალიან ბევრს კითხულობს სტატიებს და შესაბამისად მათაც ჯერ რაიმე კონკრეტული გზა არ აქვს მოძებნილი იმისათვის რომ რაღაც კონკრეტული მექანიზმი შემუშავდეს იმისათვის რომ შეაჩერონ რა თქმა უნდა ნეგატიური მიმართულებით და არა პოზიტიური კიდევ ერთხელ ვიძახი არაერთი პოზიტიური შედეგი მოიტანა ამან ყველაფერმა მაგრამ ჩვენ როგორც ჩვევია ხოლმე ამის გამიჯვნა ყოველთვის გვიჭირს ნეგატიურს. აი, რაღაცა მგონია რომ დისტოპიაში ვართ, ის იმ ადამიანს გონიათ ალბათ, ვინც ჩემსავით ნეგატიურად აღიქვამს ხოლმე ზოგადად ემოცემულობებს და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მგონია რომ ვართ და აი ზუსტად აი ამ რეალობაში რაც ახლა ვიმყოფებით, რა უნარები უნდა გქონდეს ჟურნალისტს იმისთვის რომ მოახდინოს სწორად პოზიციონირება, იყოს ავთენტური, დამაჯერებელი, ინდივიდუალური განათლება და ისევ განათლება, აი მედია წიგნიერება ხო თუ უფრო მარტივად ვიტყვეთ, მედია წიგნიერება ნიშნავს განათლებას. განათლება რას ნიშნავს? ჩვენ უნდა შეგვეძლოს ინფორმაციის გადამოწმება ერთ, მეორე, მესამე წყაროში მინიმუმ. იმისად მე ასე ვაკეთებ მაგალითად, არსებობს ჩემთვის სანდო მედიები, მაგრამ არსებობს არასანდო მედიები და ამ არასანდო მედიებში თუ ხედავ იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ვერ ვიპოვო იმ ჩემთვის სანდო რაღაც ერთეულ მედიებში, ვცდილობ რომ გადავამოწმო ეს ინფორმაცია რამოდენიმე წყაროზე. და ამას გარდა ესე უნდა იყოს სკეპტიკური და უნდა იყოს კრიტიკული, გასაგებია და ამას გარდა კიდევ რა უნარებს უნდა ფლობდეს 21 საუკუნეში ჟურნალისტი. 21 საუკუნეში ჩვენ ტექნოლოგიებს უნდა ვფლობდეთ ძალიან კარგად. აუცილებელია. ჩვენ თუ ხელში გვიჭირავს smartphone-ი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მარტო selfie-ისთვის გვჭირდება და ინტერნეტში რაღაც Facebook-ში შევიდეთ და იქ ჩვენი ფოტოები გამოვაქვეყნოთ მე. არაერთი საშუალება გააჩნია, მათ შორის fact-check-ის საშუალება არსებობს ძალიან კარგი ამ შემთხვევაში, ხო? იგივე ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს ამ ინტერნეტში, რომელსაც ასე სკეპტიკურად უყურებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენი განათლება კიდევ უფრო ავამაღლოთ. მაშა, ჭირდება თუ არა კარგ ჟურნალისტს მაღალი ემოციური ინტელექტი? მაღალი ემოციური ინტელექტი ჟურნალისტს ყველა დროში ჭირდებოდა ინტერნეტის კი, იმიტომ რომ ეს ხომ ემპათიაა და ცივი გონება თუ ემოციური. კი ბატონო, მაგრამ ხო არ არსებობს ემპათიის გარეშე არც ერთ პროფესია არ არსებობს. ხო როგორ შეიძლება ახლა მე არ ვიძახი რომ რაღაცა ცრემლები უნდა ვაჩვენოთ აუცილებლად სოციალური საკითხის გაშუქების დროს ან რაღაცა მაყურებელს ან რა ვიცი მკითხველს იქნება თუ ვისაც იქნება, მაგრამ თუ შენ არ გრძნობ თემატიკას, ხო, რა ვიცი 25 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ და ადამიანები ვართ ახლა ჩემს ქვეყანაში 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომს ვაშუქებდი და ბევრ საერთაშორისო მედიაში მათ შორის და იქ მე კი ვასწავლი ახლა კონფლიქტების გაშუქების მიმართულებაზე სტუდენტებს რომ თქვენი ემოციები როგორმე გვერდზე უნდა გადაგდოთ და რაღაცა თქო, მაგრამ
ვერ გადადებ ამ ემოციებს. შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენ ხარ ადამიანი, არ ვიცი, შენც ოჯახი ყავს, შენც ახლობლები ყავს, შენც ამ ყველაფერს უყურებ იმ თვალებით, რომლითაც ნებისმიერ სხვა ადამიანი უყურებს, ხო? მივედით იმ საკითხამდე, რომ ძალიან დიდი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ამ პროფესიის წარმომადგენლებს, ხო? ეს ზოგჯერ ფიზიკურ შეხებამდეც კი მიდის. მოდით ამაზე ვისაუბროთ. საზოგადოება რატომ არ არის ემპათიური ჟურნალისტების მიმართ? იცით რა არის, ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის რაიმე ტიპის ჯგუფის მიმართ აგრესიის დათესვაც საზოგადოებას გულისხმობ და არა მედიას რა თქმა უნდა და ძალიან კარგად გამოგვდის ასევე რაღაცა საზოგადოებაში გავაჩინოთ დადებით დამოკიდებულებებით თუ მოვინდომით ხო ხო გვახსოვს ჩვენ ძალიან კარგად ხალხმოთ ფეხბურთზე რა ხდებოდა სტადიონებზე ხო მთელი ის 2:45 წუთი გვესმოდა მარტო გინება ბოდიში რა მაგრამ შედარებისთვის ძალიან კარგად გამოდგება მაგრამ როგორც კი ჩვენ რაღაც მოვინდომეთ ხო დღეს ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს ჩვენი ფეხბურთელები არიან და ფეხბურთმა როგორც სპორტმა საყოველთაო რაღაც სიყვარული დაიმსახურა. შედეგებმაც ხო მოიტანა ეს ყველა. შედეგებმაც მოიტანა, მაგრამ შედეგები გვაქვს ჟურნალისტიკაშიც, გიორგი. ჩვენ არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნით, რომელიც ევროკავშირის პრიზებს იღებს, რომელიც სოფლიოს წამყვან ფორუმებზე ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ჟურნალისტები, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მედია საშუალებები, იქმნება ძალიან კარგი კონტენტი. რატომ მაინც უყურებთ იმას, რაც არის ნეგატიური და ცუდი, რომელიც ჩვენც არ მოგწონს, ვის მოსწონს ახლა ცუდი მედია პროდუქტი არავის არ მოსწონს, მაგრამ დღეს მედია, კრიტიკული მედიის არსებობა ამ ქვეყანაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორმე გადავლახოთ ყველა რუბიკონი და გავაგზავნოთ გზა ევროპისკენ, სადაც არის ცივილიზაცია, განვითარება, სადაც არის სინათლე უფრო მეტი, ხო? ჩვენ გამოვედით იმ წყდიადიდან, სადაც იყო ერთფეროვნება, სადაც იყო ერთფეროვანი მედია, იყო ერთფეროვანი საზოგადოება და რაღაც აგერ-აგერ კიაფობდა რაღაც ისა, ხო? მესმის ნათელი ხელისუფლებაა ბოლოს და ბოლოს. ხო, ყველაფერს რო თავი-თავი. იცი ლაშა რა მინდა? ჩვენ მე მგონი ბოდიში გიორგი 1-2 სიტყვით და ჩვენ მე მგონი ჩვენ თავს დაუყარგეთ რაღაც მომენტში ფასი მედიამ, მაშინ როდესაც მივეცით საშუალებას ხვებს ვეკრიტიკებინეთ ჩვენსგან თითი ექნიათ, თორე ვერავინ ვერ უნდა გვიბედავდეს ამ ქვეყანაში და ვერცეთ ქვეყანაში იმ დამოკიდებულებას, რომელიც ახლა არსებობს მედიის მიმართ. არ არსებობს კარგი საზოგადოება კარგი მედიის გარეშე, ეს უნდა გვახსოვდეს და თუ ჩვენ კარგი მედია არ აგვაქვს და ამას გვეუბნება საზოგადოება, ესე იგი ის საზოგადოებაც აღარ არის კარგი. და არაფერი არ არის არ მუშაობს ამ ქვეყანაში კარგად. იმიტომ რომ მედია, როგორც აღნიშნე, არის მეოთხე ხელისუფლება და შემადგენელია იმ ყველაფრის, რაც გვაქვს საერთო ჯამში. აი საინტერესო ხოლმე ხშირად ხედავთ ხოლმე ლაშა თუნდაც აი პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტი ძალიან თავხედურადაც იქცევა და იმ პირასივრცეებსაც კი არსებობს პატივს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ ნაწილში ალბათ გარკვეულწილად მედიამაც ხომ არ გამოიწვევს საზოგადოების განხიზიანება და ამიტომ ჩვენ მივეცით ამის საშუალება საზოგადოების რაღაც აი ჟურნალისტიკის ხარტია ამ შემთხვევაში რას აკეთებს ხომ და იყოს ეს არის კოლეგიალური ორგანიზაცია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობოა, არა რაღაც სადამსჯელო, ხო, რომელსაც შეუძლია 6 წევრიანი საბჭოა, ჟურნალისტური ეთიკის საბჭო არსებობს, 6 ადამიანია, ვიყავი ერთჯერ ამ საბჭოს წევრი, 3 წლის ვადით ირჩევა საბჭოს წევრი, მეორე ვადაზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვერ ვანაწილებდი დროს და განაცხადის საფუძველზე უარი ვთქვი, რომელსაც შეუძლია რეკომენდაციის სახით მიაწოდოს ეთიკის ქარტიის საბჭო შეუძლია ეთიკის განცხადების და რაღაც რეკომენდაციის სახით მიაწოდეს დამრღვევს ეთიკური ნორმების დამრღვევ ორგანიზაციას. ეს არის შენიშვნის სახედ უფრო რეკომენდაცია, უფრო რეკომენდაცია. გაითვალისწინე ნიკო, ძალიან ბევრი ჟურნალისტი და ასე ორგანიზაცია უბრალოდ არ არის ეთიკის ქარტიის წევრი და შესაბამისად ხო, ძალიან დიდი ტელევიზიებისგან მქონდა ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება თავიდან ახლა უკვე როდესაც ის ტელევიზიების სხვა მხარეს მოექცნენ და მაშინ 2009 წელს იყვნენ
სხვა მხარეს. ახლა სხვა მხარეს მოიქცნენ, ხო? მე კი დაინახეს ამ ორგანიზაციის და მისი არსებობის აუცილებლობა და დღეს უკვე ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, მაგრამ მე ვიძახი რომ აი ეს რაღაც სხვა მხარეს დგომა ოდესღაც იცვლება და გიწევს გადანაცვლებები და ამიტომ ყველას აი ეს მხარეობა ხო შეიძლება რაღაც როგორიც გვაქვს დღეს საზოგადოება პოლარიზებული სამწუხაროდ ისეთი გვაქვს მედიაც ეს არის ძალიან სამწუხარო როგორ შეიძლება პოლარიზებული მედია არსებობდეს ხო მაგრამ გვაქვს სამწუხაროდ გვაქვს აი ლაშა ბოლოკერჩი მე თავარი გასაგები ობიექტურობაა ხო ხშირად მესმის ხოლმე რომ ახალი თავი მაგალითად ტელევიზორს და ეკრანს ნაკლებად უყურებს და ძირითადად სმარტფონებზე არის ორიენტირებული ნუ მათ შორის ალბათ ინფორმაციასაც ტრადიციულ მედია საშუალებაში ასე ვთქვათ შექმნილი ინფორმაციით იღებს სმარტფონში თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ რაც ვთქვით ალტერნატიული საშუალება ინფორმაციის მიღებისა თითქოს უფრო მუშაობს აი როგორ გონია სამომავლოდ თქვენ ახლა გაქვთ თან შეხება ახალ თაობასთან ტრადიციული მედია საშუალება იმ სახის შეინარჩუნებს, რომელიც დღეს აქვს და იმ რეიტინგს, თუნდაც რომელთაც დღეს მუშაობს, თუ შეიძლება მალე ჩაანაცვლოს. არა, შეინარჩუნებს ჩემი. მეც ასე ვგონი. შეინარჩუნებს, იმიტომ რომ მე მაინც ყოველთვის უყურებ კვლევებს და ის რაც მეცნიერულად არ არის დადასტურებული, არასდროს არ არის ჩემთვის სანდო, ხო? და ყველა კვლევა, მათ შორის საქართველოში აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ადაპტირდა ეს ტრადიციული მედია, მათ შორის ინტერნეტთან, ხო? წარმოიდგინეთ ახლა თქვენი ეთერი როგორც კი დასრულდება ან შეიძლება პარალელურ რეჟიმში იტვირთება სოციალურ ქსელებში, ხო? ის უბრალოდ გვეხმარება, ხო? გადადის რაც გადის. აი ეს იცი როგორი ამბობ, თავგან დგომი აღარ არის უკვე. პოდკასტებს მაგალითად და ვლოგებს შეიძლება YouTube-ზე უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ნებისმიერ სატელევიზიო პროდუქტს. თუმცა კინემატოგრაფშიც ასევე ჯერ თეატრზე ამბობდნენ, რომ ამოწყურავს თავს, თუმცა ვხედავთ, რომ ძალიან აქტუალურია მიუხედავად იმისა, რომ კინემატოგრაფი გაჩნდა, შემდგომ ახლა კინოზე ამბობენ, რომ კინოს არავინ უყურებს, უფრო სერიალებს უყურებს, მაგრამ მაინც ყველაფერი აქტუალურია. ტელემედიაში ბეჭდურ მედიაში ყველგან პირველ ლექციაზე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ეს სტატისტიკა მომყავს, აი გაზეთები ხო არსებობდა ისტორიულად პირველი მედია საშუალება სამყაროში იყო გაზეთი, ხო, რამაც ჩვენამდე მოაღწია. გაზეთების შემდეგ გაჩნდა რადიო. და ყველა შეშფოთებული იყო, ვინც გაზეთებში ბეჭდურ მედიაში მუშაობდა, რომ დავიღუპეთ. ვიღას უნდა ახლა ჩვენი ვიღა დაკარგავს დროს, ვინ წაიკითხავს, როდესაც აგერ ყურში ესმის ყველაფერი. მაგრამ იმ რადიოში კითხულობდნენ ინფორმაციას იმ პერიოდში, რომელიც გაზეთში იბეჭდებოდა. მე რადიოს შემდეგ ტელევიზია გაჩნდა. უკვე პროგრესის არ უნდა შეგვეშინდეს მე ვარიანტი. დღეს გაზეთს ვინმე კითხულობს იმ რაოდენობით, რაოდენობით. მედია გაზეთები არსებობს, იგივე რაც იბეჭდება, ვთქვათ, ხელში ძალიან აქტიურად. ლაშა სანამ მენეჯმენტი მაქვს. სანამ ლაშას დავიშვიდე, ჟურნალს. მინდა მიცეს რჩევა ჩვენს ტელემაყურებელს, აი ამ მობილური და ჩვენი гаджеტების და ციფრულ ეპოქაში როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ყალბი ამბავი, ეგრეთ წოდებული fake news-ი. რამოდენიმე რჩევა მიეცი ჩვენს მაყურებელს და კი ბატონო, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ესე რაღაცა ერთი სიტყვით ამორჩევის ხო მიცემა, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად შევხედოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ხედავთ ჩვენს ტელეფონებში, სმარტფონებში და წყარო ხო ალბათ. წყარო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ნუ ვენდობით ისეთ წყაროებს, სადაც რა ვიცი, გადახვალ რომელიმე ვებგვერდზე და იქ უფრო რა ვიცი, საკურნალო საშუალებების რეკლამა უფრო მეტია ვიდრე ინფორმაცია, რომლის გამო ჩვენი შევედით. ნუ გავაზიარებთ, ნუ გავუზიარებთ ამ ინფორმაციებს ხვებს. ეს გადაზიარების ფუნქცია სხვათა შორის ყველაზე ეფექტურად მოქმედებს დეзинფორმაციის გავრცელების დროს. ამიტომაც ხო ამ ვირუსულად ვრცელდება და ხშირად გაგვიგია ხო რაღაც ინდოეთიდან, რაღაცა ბანგლადეშიდან, ამიდან, იმიდან გავრცელდა ამ და ამ რაოდენობის ადამიანების ლაიქები, რაღაცა ისა რეაქციები და ხო ემოჯები და რაღაცეებით იქნა შემკული ესეთი ინფორმაცია. ეს არის ხო, ეს არის პირველი თავისთავად ხო სოციალური ქსელების ალგორითმი ფიქრობს რომ ეს არის საინტერესო ინფორმაცია და ცდილობს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით დიდი მითუმეტეს ბუსტის საშუალებაც აქვს აუდიტორიას მიაწოდოს შემდგომში ასეთი ინფორმაცია. ამიტომაც შევხედოთ კრიტიკულად ყველაფერს. შევხედოთ კრიტიკულად ყველაფერს, რაც შეიძლება ინტერნეტში ინფორმაციის სახით შევხვდეს
და ძალიან მარტივად ხდება ხოლმე ხალხმა ამას არ ჭირდება რაღაც პოლიტიკური დატვირთვის შინაარსის მიცემა ნებისმიერ ინფორმაციას იმისათვის რომ დეзинფორმაცია შეასაღონ ადამიანებს ამის ბევრი საშუალება არსებობს რომელიც ვრცელი საუბრის საგანია და ცოტა დიდი მადლობა ამიტომაც ხო ვიყოთ კრიტიკულები ლაშა ზარკინავა თემა ნამდვილად ვრცელია და მე მგონი რომ დღეს ნამდვილად ვერ ამოიწურა და პირდებით ჩვენს მაყურებელს რომ ხშირად ვისაუბრებთ მედია წიგნიერების შესახებ მადლობა ლაშა ზარკინავა მედია ექსპერტი იყო ჩვენი სტუდიაში ხშირად აი მოვიდა ჩვენი სტუმარი. ხო, მოგზაინი. კი ბატონო. გადაცემის ამ ნაწილში ადგილი ექნება ექსპერიმენტს, ეს უთხრათ მაყურებელს, თუმცა სანამ ახსნია მე ერთგვარი თამაშის წესებს, მანამ ვთქვათ, რომ ჩვენი საუბრის დათო ქათამაძე შემოგვიერთდა ფსიქოლოგი, დათოსთან ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვიგრძნოთ თვითკმარობა, როგორ დავტკბეთ წარმატებით, იმიტომ რომ ხშირად ვაღწევთ მიზანს, თუმცა შინაგან მაინც სიცარიელეს განვიცდით, არ ვართ სავსე. როგორ ამოვივსოთ ეს სიცარიელე იქნება მთავარი ნარატივი და რაში მდგომარეობს ახლა ექსპერიმენტის კონცეფცია. დათოსთან ერთად ფაქტობრივად ჩვენი სტუმარი იქნება ChatGPT ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღეს არაერთხელ ვახსენეთ და რამდენიმე კითხვას შევეკითხებით და ChatGPT-საც ხელოვნურ ინტელექტსაც და დათოსთან ერთად განვიხილავთ რამდენად რელევანტურ ინფორმაციას გვაწვდის. სანამ შევეხმიანებით ჩვენ აი ამ მეგობარს ხო, მანამდე დავიკითხოთ ხო? რას ნიშნავს ზოგადად კმაყოფილება თქვენი გადმოსახედიდან, აი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რას გრძნობს ადამიანი, როცა ის არის კმაყოფილი? პირველ რიგში ძალიან საინტერესო თემა არის თვითკმარობა ადამიანისთვის და ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრებისთვის ის რომ ადამიანი გრძნობს ამ კმაყოფილებას. და რაც შეეხება ახლა თვითკმარობა, რომელიც დაკავშირებულია წარმატებასთანაც, ძირითადად ეს არის შეგრძნება, ადამიანის შინაგანი შეგრძნება, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი სწორად მიდის ჩემს ცხოვრებაში და მე შემიძლია თქვათ ყოველდღიური ცხოვრებით დავტკბე. აჰა. მაგრამ რაც ყველაზე რთულია. აი ეს არის პრობლემა. დღეს ეს პრობლემა დაისმება. რა იწვევს აი ამ სიცარიელეს დათო ჩვენ ნებისმიერ პრობლემაზე როცა ვსაუბრობთ ფსიქოლოგებთან მივდივართ ბავშვობაში და გვეციდება ამ თემაზე რომ ყველა პრობლემის სათავე არის ბავშვობა. ამ შემთხვევაშიც უკან უნდა წავიდეთ დროში ვიმოგზაუროთ. მოდი მაშინ დავიწყოთ იქედან ზოგადად აი სიცარიელეს რა იწვევს, ხო? ვიცით რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა განსაზღვრული მიზანი ამოცანა შეიძლება ითქვას, რომელსკენაც მიდის. და აი ეს თქვათ მივაღწიე რაღაც კონკრეტულ მიზანს და მე უკვე უნდა ვიყო კმაყოფილი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი ამ კმაყოფილების განცდასთან ახლავს ეს სიცარიელე და რაღაც უკმაყოფილების განცდაც, რომელიც ადამიანს ასე ვთქვათ ხელს უშლის რომ აღიქვას ეს მისი წარმატება. ხედავთ იმისა რომ შედეგი ზუსტად ისეთია როგორიც მას სურდა. დიახ, თუნდაც, ამ შეიძლება ქონდეს სხვადასხვა მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მე რაღაცა სხვა მოლოდინები მაქვს შინაგანად და ეს ჩემი მოქმედება, ჩემი მიზანი, რომელიც განსაზღვრე, რეალურად არ არის ჩემი. ვიღაც სხვისია. ეს დროთა განმავლობაში შეიცვალა მიზნამდე მისვლის პერიოდში და შეიძლება აი სანამ მიზნამდე მივალ, ვერც კი მივხვდე, რომ აი ამას ვაკეთებ სხვებისთვის. მაგალითად, წარმატება მინდა მივახცე წარმატებას მინდა მივახცე თუნდაც მშობლებისთვის ან ვიღაცა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის და მე ეს მიზანი დავისახე იმიტომ რომ მისი აღიარება მოვიპოვო, მისი სიმპათია მოვიპოვო, ის რომ მას ვასიამოვნო. თუნდაც საზოგადოების წნეხი ალბათ გარკვეულწილად რომელიც ხშირ შემთხვევაში манипуლირებს ალბათ გარკვეულ წარმატებაზე რომ შენ უნდა იყო აუცილებლად წარმატება. დიახ, არის მომენტები წარმატების განსაზღვრება ზოგადად საინტერესო იქნება როგორ. თუმცა მანამ მოდით ხوار ვკითხოთ ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს, მისი აზრით საინტერესოა, რატომ განვიცდით ხოლმე შინაგან სიცარიელეს. თან სასაცილო ქართული საუბრობს ჩვენი ხელოვნური ინტელექტი. მეგობარო, გამარჯობა. ასეთი კითხვა მაქვს შენთან, რატომ განვიცდით ხოლმე ადამიანების შინაგან სიცარიელეს? რა იწვევს ამ სიცარიელეს ჩვენში? ემაჯობა. რა თქმა უნდა, საინტერესო კითხვა გაქვს. სინდაბლში ადამიანების შინაგანი სიცარიელე ბევრნაირი მიზეზით შელაგაჩნეს.
ხოლმე ეს უკავშირდება იმას, რომ რაღაც ღირებელა მიზანი ან ემოციური კავშირი გვაკლია. შეიძლება ეს იყოს დაუგამփոխებელი სურვილები, გადაუხალი ემოცii, ან უბრალოდ ის, რომ ვერ პოპულობოდ იმ შინაარს, რაც ჩვენს შინაგან სამყაროს ავსებს. ასე რომ საკმაოდ გააგრძელე ბოდიში. რა თქმა უნდა, არაფერია. თუ კიდე რამე დაგჭირება ან გინდა უფრო ხმად გავარკვიეთ ეს თემა, უბრალოდ მითხარი. კაი, სადაც შემდეგ კითხვას გითხავთ. ხელოვნურ ინტელექტს ფაქტობრივად იგივე გითხრა, ხო? მაგრამ შინაგანი სიცარიელე განპირობებულია იმით, რომ ეს უბრალოდ ჩვენ არ გვინდა, რა არის ჩვენი სურვილები. ეს ვერ გაგვიგია და ისე მივდივართ ხოლმე მიზნებისკენ, ხო? ეს არის რაღაც არ ვიცი, გარემო, კულტურული ფონი, ეს ნაკარნახევი მიზნების, სურვილები, მშობლებისგან და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. როგორ გავერკვათ დავით, რომ ეს მიზანი რეალურად ის არის, რაც ჩვენ გვინდა? ზოგადად ადამიანში ხშირად არის ხოლმე რაღაცა ორი პოლუსის ბრძოლა. რომ აი მინდა, არ მინდა, მაგალითად მომწონს, არ მომწონს. თეთრი და შავი, კი ბატონო, ეს რაღაცა პოლარობები გვახასიათებს და მიზნის დასახვის დროსაც ხშირად ფიქრობთ, რომ ეს მიზანი ნამდვილად მინდა, მე თუ არ მინდა. მოდი გავაკეთებ და ვნახოთ. ან შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ მე ამას ვაკეთებ, მე ვაღწევ წარმატებას და მაქვს ასევე კმაყოფილების განცდა და იმისგანაც უფრო მეტი შემეძლო თუნდაც. ანუ მოთხოვნა მეტი მქონდეს საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობდი, რომ ეს წარმატება არის ერთ-ერთი წარმატებათაგანი და მე კიდე ბევრი უნდა გავაკეთო. ჩვენ თვითონვე ვაუფასურებთ ფაქტობრივად. თვითკრიტიკა რა დოზით არის საჭირო? ალბათ რაღაც დოზით აუცილებელია, ასე მგონია, რომ არ გადავიდეთ რაღაც утоპიაში და ნარცისიზმში რომ არ გადაგვივიდეს საკუთარი თავის ამბიციურობასა და რელევანტურ თვითკრიტიკას შორის ხო და აი როდის არის ეს რელევანტური ეს თვითკრიტიკა საინტერესო როდის მიხვდეთ რომ გვანგრევს კი არ გვაშენებს აი ხა ისე ალბათ უნდა დაუბრუნდეთ ბავშვობის ასაკს მაინც მოგვიწევს ვერ გავეკეცით ამ ამბავს მაგრამ აი აღქმა ბავშვის აი თუნდაც თვითშეფასების და კონცეფციის ზოგადად მე ვინ ვარ ამ ეს არის დაკავშირებული იმასთან როგორ მაფასებენ მე სხვები და შესაბამისად მე უკვე ეს შეფასების კრიტერიუმები მე თვითონ მიყალიბდება საკუთარ თავში და უკვე მე ამ კრიტერიუმების მიხედვით ვაფასებ ჩემს ნებისმიერ მოქმედებას, წარმატებობას და ასე შემდეგ. და აი ეს ჩემი კრიტერიუმები როგორ არის გამყარებული, ვინგან ამყარა და როგორი მოქმედება აქვს მას ჩემზე, ჩემს ნებისმიერ თქვა საქმიანობაზე და იმაზე თუ აი რა მჭირდება მე იმისთვის რომ აი ეს თუნდაც ეს რაღაცა კრიტერიუმები თუ შევავსო და ვიცოდე რომ აი ჩემგან ამას ითხოვენ. აი ეს ბოდიში გაწყვეტინებ რაღაც აი გაიზარდა ხო ძალიან ეს კრიტერიუმები უკვე ადამიანები წარმატებას ეძახიან გამომწერების რაოდენობას სოციალურ ქსელში და შენ თუ ნაკლები გაქვს მე შედარება შეიძლება ამძაფრებს კიდეც ყოველდღიურად სოციალურ ქსელში და მედია საშუალებებში აი თავს გძნობ დაჩაგრულად და რაღაც მომენტში კარგად რომ გაანალიზო ხვდები რომ აბსურდია ოღონდ ეს აბსურდი ისე კი კარნახა საზოგადოებამ რომ რაღაცა ადეკვატური გქონია იმიტომ რატო უნდა გრძნობდე თავს ვიღაცაზე რაღაცით ნაკლებად ქვემოთ მდგომად მხოლოდ იმის გამო რომ არ ყავს ათასობით გაუწერი და თუნდაც არის ჩვენ ხო ვიცით ვცხოვრობთ აბსურდი არის ხშირ შემთხვევაში ის კონტენტიც რომელიც იქნება და ნუ მათ შორის ამაზე გვისაუბრია ხო ეს კიდე დამატებით ამძაფრებს აბსურდიზმს თან ისეა რომ თავად კრეატორი ვინც არის ხო დამოკიდებულია ამ ეგრეთ წოდებულ ლაიქებზე იმიტომ რომ თვითონ პლატფორმა დამკვეთის პლატფორმა ფულს გიხდის ამაში მიხვდი ესაა მთავარი ამბავი რომ თქვა იქ მილიონ გამომწერზე რო ახვალ YouTube-ის საკმაოდ სრული დურ თანხას გიხდის ყოველთვიურად ამიტომაც თქვა უკვე მოცემულობა გაქვს ესეთი რომ მოდი შენ ამდენი ლაიქი მოაგროვე და მე გადაგიხდი ხო დავით მინდა ვკითხო აი აი დავითი საინტერესო საუბრობდა გავმოგწევს დავითი მართლა მნიშვნელოვანია ხო რაღაცა საზოგადოების წნეხის ქვეშ ვექცევით ხოლმე აი საზოგადოება როგორ აღვიქვავს და რას ამბობს ჩვენზე ან როგორ პოზიციონირებთ ეს თითქოს გარკვეული ფილტრი არის შემდეგ ჩვენი გონებისთვის ხო ქვეცნობიერებისთვის რომ ჩვენც ანალოგიურად შემდეგ მოვახდინოთ ამაზე სწორება
დიახ, მიზნის შერჩევის დროს ძირითადად ეს ჩვენი მიზნები უკავშირდება მოთხოვნებს. ანუ ეს მოთხოვნა შეიძლება იყოს ჩემი შინაგანი მოთხოვნა და ასევე გარეგანი მოთხოვნა, რასაც ითხოვს სხვები ზოგადად კონტენტი, ასე ვთქვათ, რაც არის საზოგადოებაში და მე ვცდილობ ეს ასე ვთქვათ, დავადასტურო. და ამ გზაზე შეიძლება აღმოჩნო მე საერთოდ არ მაინტერესებს ეს რაღაც. მაგრამ უკვე რადგან დავიწყე, მინდა რომ დავასრულო. და მე როცა ვასრულებ ამას, აღმოვაჩინე რომ ყველად გავფლანგე ჩემი დრო და მე სინანულის განცდა მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მე ესე იგი ეს რაღაცა ვაკეთებ სხვებისთვის, არა საკუთარი თავისთვის. და აი ზუსტად სიცარიელი განცდა იწყება მაშინ, როცა მე ვერ მივიღე ის, რაც რეალურად ჭირდებოდა. და ეს ჩემი გარეგანი მოთხოვნილება გახდა რაღაცა თქვათ უაზრობა და აბსურდი, რომელიც უბრალოდ შევასრულე, ასე ვთქვათ, მისია შევასრულე და მეტი არა. ხო, თუ საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ ჩვენ რა გვინდა, ხო? მაშინ არ უნდა ვიმჟელოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ თქვათ საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას, ხო? მაგალითად, ჩვენ თუ რაღაცას კარგად აკეთებ და დარწმუნებული ხარ, რომ კარგად აკეთებ, შესაძლოა ორი ადამიანი ხედავდეს ამას და გაბედნიერდე. ანუ ხარისხი და არა რაოდენობა. და თავიდანვე ახლა ეს გაზეთ საუბრობდით, ანუ ჩვენ რო დაუკვირდე ხა ხო პოპ მუსიკას ყოველთვის უფრო მეტი გამომწერი ეყოლება ვიდრე თქვათ ბლუს ან ჯაზ ხო პირობითად ესეა მოცემული ჩვენ მიდიხარ პოპ მუსიკაში ესე იგი მზად ხარ დიდი მასებისთვის თუ მიდიხარ თქვათ იგივე ვიწრო რაღაც ისეთ სეგმენტში რაც არ არის თქვათ პოპულარული აკეთებ ხარისხიანად და შენ ორი მსმენელიც გაკმაყოფილებს აი იგივე შფოთვებს რო დაუბრუნდეთ როდესაც ადამიანებს რაღაც არ გამოსდით იქიდან გამომდინარე რომ ფიქრობენ აკეთებენ ხარისხიანად ცხოვრებაში სახლში, ოჯახში ან სამსახურში და რაღაც არა აქვთ ის შედეგი, რომელიც შეიძლება მათ სურდეთ რომ კონდეთ. ამ შემთხვევაში როგორია, თქვათ, ამ ადამიანის ქცევა? უნდა მიეცეს იმედგაცრუებას, უბრალოდ უნდა ადგეს და შეცვალოს რაღაც თუ ეს არაფერნიერებს მას თუ მაინც რაღაც ჯიუტად მიხვეს. მე მინახავს ესე იგი ესეთი ადამიანები, რომლებიც ჯიუტად რაღაც აკეთებენ. ხოლმე არ დაიციან რომ შეცდომაში არიან მე ერთი ფრაზა მოვისმინე, შეცდომის დაშვება პრობლემა კი არ არის, აი შეცდომაში გაჯიუტება არის ყველაზე დიდი პრობლემა. ხო? მოით ამ სტრესზე ვისაუბროთ. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი წარუმატებლობის დროს, ან თუნდაც წარმატების დროს? საინტერესოა თქვენი მოსაზრება. კარგი, მაშინ დავიწყოთ ახლა იმის შეფასება რეალურად, აი ეს სიტუაცია, როცა რაღაცას ვერ ვაღწევ, რას გავს. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მე თავს გვძნობ უსუსურად პირველ რიგში. რომ რაღაცა ჩიხია გავიჭედე და ვეღარ მივდივარ წინ. და პირველი რეაქცია ჩემი არის ის, რომ ვიწყებ პრობლემის ძიებას, რომ აი რა მოხდა, რატომ ვარ ესე. და თუ თქვათ ამ პრობლემაზე ვაკეთებ ფოკუსირებას და არ ვეძებ ასევე რესურსებს, რითიც შემიძლია რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. მაშინ გამოდის, რომ მე აი იმ ჩიხში ვარ, რომლიდანაც არ გამოვდივარ. ანუ ესე ვთქვათ, ხელოვნურად ვიქმნი აი ამ მოწეობის შეგრძნებას, რომ მე ვიყო აქ. და არ განვითარდე. და რეალურად კრიზისული მდგომარეობა და რაღაცა სიტულები ადამიანისთვის არის განვითარების საშუალება. ჩვენ უნდა შევხედოთ ამას როგორც განვითარებას. და თუ მე არ ფიქრობ, რომ განვითარება მჭირდება თუნდაც და ფიქრობ, აი მე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და არც დახმარება მჭირდება სხვის. იგივენაირად შეიძლება თვითკმარობა არაფრის კეთება შეიპოვოს ადამიანმა. ხო, აი თვითკმარობა ზოგადად არის ძალიან სახიფათო ტერმინი, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თვითკმარობა ასევე კარგი არის იმისთვის, რომ მე თავი ვიგრძნო კომფორტულად, მაგრამ თვითკმარობა არ უნდა გადაიზარდოს არაფრის კეთებაში. დათო, ხშირად აი ამ სიცარიელეს და უკმაყოფილების განცდას მაშინაც კი როცა თავს წესით კარგად უნდა გრძნობდეთ, იწვევს მომავლის შიში. აი დღეს კი ვარ კარგად, მაგრამ ნეტა ხვალინდელი დღე როგორი იქნება? როგორ ვიყოთ აქ და ახლა აწმყოში როგორ ვიცხოვროთ ადამიანებმა და არ ვიმოგზაუროთ ხან წარსულში და ხან მომავალში. იგივე კარპე დiem ალბათ ხო? ხო. ზოგადად რთულია ეს რეცეპტების გაცემა, რომ უნდა იყო აქ და ამჟამად და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ მაინც ვართ დამოკიდებული აი დროის სივრცესთან მიმართებაში ყოველთვის უყვარს ადამიანებს მომავლის წინასწარმეტყველება გვიყვარს ასევე გვიყვარს წარსულის ამბების გახსენება მოგონებები და ასე შემდეგ მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის რომ ჩვენ არ გვესმის აწმყოს მნიშვნელობა რომ აწმყო არის ის რაც იქნება წარსული და რაც იყო მომავალი 2009 ხო რაზეც ვოცნებობდით ფიქრობდით თუნდაც ახლა არის ეს მომენტი და აი ამ ასე თუ შევხედავთ ამ სიტუაციას და
ვუყურებთ აწმყოს როგორც საშუალებას და დროის რაღაც მონაკვეთს, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. და ის აღარასოდეს აღარ განმეორდება, 10 მერე იქნება და 10 მერე თუ დავფიქრდები და ვიფიქრებ, აი წარსულში ეს რო გამეკეთებინა, აი ესეთი მსჯელობები ადამიანის გონებას ზღუდავს. რომ აი რა იქნებოდა რომ მაგალითად ან როგორ შეიძლება ყოფილიყო ეს სიტუაცია, რას გავაკეთებდი და ასე შემდეგ. თუმცა რას ვაკეთებ ხარ რომ მომავალში რაღაცა შედეგი დავდო, ეს ალბათ მნიშვნელოვანი. ხო, აი ის რაც არის ახლა. და ისი გაკეთება ჩვენ ახლა შეიძლება რეალურად და ის რისი შეხებაც შეგიძლია თუნდაც. და მომავალში ნამდვილად არ ვიცი რა იქნება. არც არავინ არ იცის. შეიძლება მე მიზანი მაქვს განსაზღვრული, მაგრამ ვერ მივახციო ამიტომაც თუნდაც. აი დავით, მანიფესტაცია დღეს რაღაცნაირი გავრცელებული ტერმინია, თითქოს რომ აქვს გარკვეული მნიშვნელობა მომავლის ფორმირების და ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად რო განმარტოთ, არის რეალურად შეუძლია გონებას ფორმირება მოახდინოს მომავლის, თუნდაც იმ პატარა მანიფესტაციით, რომელიც შეიძლება აწმყოში გქონდეს. ზოგადად აი პოზიტივისტურ ფსიქოლოგიას თუ მივყვებით, ხო, იქ არის ესეთი ასე ვთქვათ მიმართება მომავალთან დაკავშირებით, რომ რაც უფრო პოზიტიურად უყურებ მომავალს, შესაბამისად იგივე მიმართულებით მიდიხარ. და ზოგადად მომავლის განსაზღვრება, აი ალბათ შეიძლება დაგეგმო მაგალითად ხვალრას გააკეთებ. ან საღამოს რას გააკეთებ, მაგრამ რა იქნება 1 წლის შემდეგ და 2 წლის შემდეგ, ამის ესე ვთქვათ სრული ხატი შენ არ გაქვს. შენ გაქვს ამის რაღაცა წარმოდგენა. და ხშირად ეს წარმოდგენები რეალობისგან ძალიან შორს არის. თუ ადამიანს შეუძლია რომ თავის წარმოდგენები რეალობას დაუკავშიროს და თავისი ესე ვთქვათ ოცნებები მიზნებად აქციოს, ეს უფრო სწორია. მაგრამ ისეც ხდება რომ ადამიანები შეიძლება რაღაც მომენტში იცვლიან ამ თავის მიზნებს, საერთოდ შეიძლება მიმართულება შევიცვალო, საერთოდ ფიქრობდი რომ მაგალითად ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი, მაგრამ როცა დავიწყე სამედიცინოზე სწავლა, აღმოაჩინე რომ საერთოდ არ არის ეს ჩემი პროფესია და უნდა შევიცვალო. თუ ამას მალე ვხვდები და ამას ვცვლი, ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ მე ვაძლევ საკუთარ გონებას განვითარების საშუალებას. ანუ დავიყოთ პლასტიკურები, ხო? აი, პლასტიკურობა ჩვენ ტვინის ფუნქციაა პრინციპში და მას ეს შეუძლია, უბრალოდ ჩვენ რაღაცნაირად ზღუდავთ ამას. ვსვამთ. და მოდით აი ბოლოს ისევ შევეხმიანოთ ჩვენს მეგობარს და ვკითხოთ, როგორ გავიხანგრძლივოთ დღის განმავლობაში სიამოვნება. ცოტა საფრთხილო კითხვა არის ეს. მეგობარო, დღის განმავლობაში როგორ გავიხანგრძლივოთ თვითკმაყოფილება და სიამოვნება, რამდენიმე ფსიქოლოგიური პრაქტიკა გვირჩიე. კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ბერგმანის ფსიქოლოგიური პრაქტიკა გავიზიაროთ, რომ დღის განმავლობაში მეტი თვითკმარი და სიამოვნებით სავსეცუთები შექმნა. მათელოდო, მეკინე დაიწყო მადლიერების მცირე დიურის პრამოვა, სადაც ხოვოს აღმოს ჩაწერე ბერგმანი რამეს, რიშთვისაც ამ დღეს მადლობელი ხარ. ასევე შეიძლება მცირე გამოსასვლელი ან გასეირნება ბუნებაში, რაც დაგეხმარება ფამი დაიჭირო და გარემოთი დათქმე. ან თუნდაც ისე გავაწყვეტინე, გააგრძელე, გთხოვ, გააგრძელე. კი, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ. კიდევ ერთი პრაქტიკა შეიძლება იყოს დღის განმავლობაში მცირე პაუზების აღება. როცა უბრალოდ შერდები, სუნთქავ ღრმად და აქცენტს აკეთებ იმაზე, თუ რას გზნობამ ფამს. ასევე მეკინე სადო ისეთი რამ, რაც სიამოვნებას განიჭებს, თუნდაც ბერგმანად ცუდით. ეს შეიძლება იყოს საკვირველი მუსიკის მოსმენა, მოკლე გასეირნება ან თუნდაც სიგნის ბერგმანის გვერდის საკითხვა. ასეთი პატარა პრაქტიკები ხელს შეგზოგობს მეტი თვითკმარულის და სიამოვნების პოვნის გზაზე. მადლობა. აი ასეთი ოქროს მეგობარი ყავს. დათა უღმესი მადლობა. არის ხო? დავიცეთ შეავდები. ხო, აი. ვენდოთ. ვენდოთ თუ არ ვენდოთ ჩვენს. ანუ რეალურად ის რაც გვირჩევს ჩვენ მეგობარი, კარგია და პრაქტიკულია, შეიძლება ითქვას. ის თუნდაც გასეირნება, თუნდაც რაღაც მადლიერების დღიური შევსება, თუნდაც პაუზაც მომეწონა რაღაც დღის განმავლობაში დაპაუზდი და აი ეს პაუზა სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის მიზნის მიღწევის დროს. რომ აი მე შევიგრძნო ჩემი წარმატება. ხშირად არის რომ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის მიღება, რაც არის. რეალურად ანუ შენამობრო გარკვეულწილად შედეგამდე მისვლის შემდეგ დაპაუზება და ამით თქმობა თუ პროცესში ან თუნდაც ის რომ პროცესში ვისიამოვნებთ ეს ყველაზე კარგი ვარიანტია რომ მე სიამოვნებს ესე იგი ის რასაც საითაც მივდივარ
და ამას ვგრძნობ და მე უკვე წარმატებაც უფრო შეგრძნებადი ხდება. და ის რომ მაგალითად მე წარმატებას მივაღწია და ახლა შემიძლია რომ გავჩერდე ცოტა ხანი, ეს ძალიან კარგი თვისებაა. იმიტომ რომ ადამიანებს სჭირდება შესვენება, ძალების აღდგენა და მე გაგრძელება მოძრაობის. და არა პირდაპირ გადავადნა სადღაც. ურმესი მადლობა. ესე იგი რაღაც დოზით შეგვიძლია გავითვალისწინოთ ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციები. ძალიან დიდი მადლობა დავით ქათამაძეს მასპინძლობდით და მე მგონი მივიღეთ საკმაოდ ბევრი კომპეტენტური რჩევა თუ როგორ გავიხანგრძლივოთ კმაყოფილება და სიამოვნება. მადლობა. განცემის ეს ნაწილი იქნება განსაკუთრებით საინტერესო კინომოყვარულთათვის და არა მხოლოდ კინომოყვარულთათვის, საკმაოდ ნიშანდობლივ ბევრ საკითხს შევეხებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არსებობს ასეთი კინო მიმდინარეობა, ნეო-ავანგარდი ასე ჰქვია, რომლის ფესვებიც არის დაფუძნებული 20-იანი წლების, მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ავანგარდიზმზე. ავანგარდიზმი რა იყო? ეს იყო აბსოლუტური მსხვრევა სტანდარტების. ნეო-ავანგარდიზმი კი თავის თავში გულისხმობს ავანგარდიზმს პლუს პოსტმოდერნისტული თხრობის მანერა. სწორედ ამ ძალიან სპეციფიკურ სტილში შესრულებული ფილმის მამა ფინალეს პრემიერაში და გუშინ კინოთეატრ კაბეაში და ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ჩვენ სტუმრებს, უფრო ცალ ვისაუბროთ ზოგადად ამ სტილისტიკის შესახებ და რა თქმა უნდა ფილმის შინაარსის შესახებ. რეჟისორი დიანა ჩახუნაშვილი მოვიდა, პროდიუსერთან და მხატვართან დავით ტაკიძესთან ერთად და ტატო კიკვაძე სცენარის ავტორიც არის ჩვენ სტუმარი. მობრძანდით. მობრძანდით. ბატონებოდა ქალბატონი. გილოცავთ მეგობრებო. გამარჯობათ. არის გამოყოლილი ხო ალბათ ეს გუშინდელი ემოციები დარწმუნებული ვარ, ეს არ გადის მარტივად ეს ემოციები, ძალიან სასიამოვნო, როცა თუმცა ამავე დროს ძალიან სანერვიულოც ხო დიანა, როცა ფაქტობრივად სული უნდა გაიშიშვლოთ მაყურებლის წინაშე, ხო? აი მოგვიყევით, შევაჯამოთ, მოდით გუშინდელი დღე ემოციურად და მე ბუნებრივია ფილმზე ვისაუბროთ რცლად. ყოფილა ნამდვილად. ემოციურად რომ მოლოდინს გადააჭარბა რაღაცნაირი შინაგანი ფორიაკი მქონდა ალბათ. პირველია და ხელვა მოყვება საერთოდ თუნდაც იყოს მე-10 და მე-100 ყოველთვის ღელავ როცა რაღაცას ქმნი და მით უმეტეს როცა პირველია და თან საკმაოდ სპეციფიკური. და ალბათ ხო, ხელვაც იქნებოდა ხო, იმ კუთხით რომ რამდენად აღიქვამს ამ მეტაფორებს, იმიტომ რომ მეტაფორულ არტ-ჰაუს კინოზე ვსაუბრობთ, რამდენად აღიქვამს აი ამ გამოცანებით თხრობას მაყურებელი. ხო, ნუ მოკლედ ბევრი ამოცანა მქონდა. და ვეცადე რომ მაყურებლამდე ძალიან დაღეჭილიც არ მიმეტანა და არის ძალიან გაუგებრა და რა გამომივიდა არ ვიცი. როგორ შეაფასა მაყურებელმა საინტერესო გუშინდელი გამოცდილება გითხარით კავიაში, მით უმეტეს რომ შეიძლება ბათუმელი და ქართული მსმენელი მაყურებელი კიდე და არ არის მიჩვეული, ხო? მსგავსი ჟანრის თანამედროვე ქართულ ფილმს შეიძლება რა. არა, სხვა შორის ქმნიან, აი მაგალითად თუმცა დიდ ეკრანზე ალბათ ნაკლებად აქვს შესაძლებლობა გამოიტანოს. საზახალვაში, რომელთაც ძალიან ვამაყობთ ჩვენ ბათუმელები და ზოგადად მთელი ქვეყნის სიამაყე იყო ეს ადამიანი, სწორედ ამ მიმართულებით ქმნიდან ამუშავებს კი და არიან კიდევ რამდენიმე რეჟისორი. თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ თვითონ აი მაყურებელი მიჩვეულია ამას და ეს არის ის ფილმი, რომელსაც სულ უყურებ, ის ჟანრი არ არის. ეს არის რაღაცა განწყობის კინო, ხო? ეს არის საავტორო ფილმი, არ არის კომერციული ფილმი და ნუ საავტორო ფილმი ზოგადად არ არის მასისთვის განკუთვნილი და ვფიქრობ, რომ ჩვენი ფილმიც რაღაც გარკვეული მაყურებლისთვის არის განკუთვნილი და ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც იყო მაყურებლისგან გუშინ რაც მოვისმინე ძალიან ბევრმა მითხრა რომ აუცილებლად უნდა ვნახო მეორედ. არის ბევრი მესიჯები გვაქვს ფილმში და ფაქტურად გამოარჩევთ. აი ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ ყველაფერი მიყვარს, მთლიანად მიყვარს, ყველა სიტყვა მიყვარს, ყველა კადრი მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. მაგრამ შეგითხავთ, რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა თქვენი ფილმი? რატომ უნდა ნახოს ფილმი? პირველ რიგში უნდა ნახოს, რა ვიცი.
ძალიან ბევრი ვიწვალეთ. 90 წუთია ქრონომეტრაჟით ჩვენი ფილმი და ვფიქრობ, რომ შრომასაც აქვს თავისი დაფასება. პირველ რიგში ფილმი უნდა ნახო. ფილმი უნდა ნახოთ. სიამოვნებისთვის ალბათ პირველ რიგში, ხო? რომ სიამოვნება მივიღოთ ფილმის. სიამოვნებისთვის და ყოველი ფილმის შემდეგ ადამიანი უკეთესი უნდა ხდებოდეს. ეს არის ფილმის მთავარი დანიშნულება. მე ახლა ჰოლივუდზე და თქვა რაღაც ბლოკბასტერებზე არ ვსაუბრობ, თუმცა აი ამ ჟანრში, როსაც ნეო-ავანგარდი ქვია რაც და ვისაუბრებ. ხო, მაგრამ მე მგონია, რომ ხელოვნება არ აკეთილშობილებს, ეგეც ძალიან სადაო საკითხია. დათოს ვკითხოთ, იმიტომ რომ თავარი ამოცანა, ეხლა მხატვრისთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს მეტაფორები უნდა შექმნას მხატვარმა. მოგვიყევი დათო მუშაობის პროცესზე და რა მეთოდები გამოიყენა იმისთვის, რომ ეს მთავარი ჩანაფიქრი ვიზუალურად მიგეტანა მაყურებლამდე. პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ ახსენე ნეო-ავანგარდი, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფის მიღმა ვინც განიხილავდა ჩვენს ფილმს ზოგადად, რატომღაც ეს მიმდინარეობა არ გახსენებია არა და თავიდანვე პირადად მე როგორც მხატვარ ჩანაფიქრში ამ მიმდინარეობის ექსპერიმენტები მქონდა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ეს სტილი საკმაოდ თამამია. კი, ექსპერიმენტები. შენიშვნები თუნდაც რომელიც გავიგე ჩვენ ფილმთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ვფიქრობ მიუღებელია იმ კუთხით, რომ ეს ექსპერიმენტია. შენიშვნები ვისგან? კინოკრიტიკოსებისგან თუ არა, ნებისმიერი მაყურებლისგან, რომელიც შეიძლება მოსულიყო. უბრალოდ, როდესაც ესეც საინტერესო მიმართულებით მუშაობ, ვფიქრობ, ყველაფრის უფლება გაქვს და აქ არ არსებობს მაგალითად ტექნიკური შეცდომა. აქ ძალიან ჩვეულებრივია, რომ კადრი მეორდებოდეს, იყოს ექსპერიმენტალური მუსიკა, ყველაფერი რომ იყოს განსხვავებული და ერთმანეთთან შერწყმაშიც არ იყოს. ამიტომაც ძალიან დიდი გასაქანი იყო და მე ზოგადად მიყვარს, როდესაც არ არის რამე დაკონკრეტებული ვიზუალში, მხატვრობაში, აქედან გამომდინარე ძალიან კომფორტულად მოვირგე. ტატოს ვკითხოთ, ზოგადად ასე ამბობენ, რომ ფილმი, მით უმეტეს არტ-ჰაუს ფილმი, რეჟისორისთვის არის შვილი, ასე გააჩენს ამ ფილმს და უკვე ის იწყებს დამოუკიდებლად არსებობას, ხო, ეს ფესტივალებიდან ფესტივალამდე. ამ შემთხვევაში ნამდვილ შულს ვკითხოთ მოდით დიანას, ტატო რამდენი ხანი გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ ეხლა დედაშვილი აქტიურად თანამშრომლობთ, ხო? სპექტაკლებზეც გიმუშავიათ და დათო თქვენ სამეული ზოგადად უკვე ჩვენ სამკუთხედი ვართ აქტიურად. ტატო შინაარსის შესახებ მოდი მოგვიყევი, შენ უფრო ვცლად, აი რაზე მოგვითხრობს მამა ფინალე, რა ჩააქსოვეთ რა ნარატივი? დიახ. მამა ფინალე სახელიც უკვე ისეთ შტაბეჭდილებას გაძლევთ, რაღაცის დასასრულია. ხო. რადგან ფინალის თემას ვეხებით. განვერცეთ. ხო, მამა ფინალე არის არა უბრალოდ მამაო, რამე ქრისტიანული მამაო, ან რომელიმე რელიგიის მამაო, არამედ მეტაფორული მამაოდ შეიძლება ჩავთვალოთ. კი. იმიტომ რომ ის უსმენს ცოდვილ ხალხს და სწორ გზაზე აყენებს. მაგრამ თვითონ მამა ფინალეც არის სოდვილი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი სოდვილია. და კინოს მთავარი შინაარსი არის იმაში, თუ რა არის ეს მამა ფინალეს სოდვა. არ თქვათ. არ დავასპოილერებ. არა, ვითარ შემთხვევაში. მაყურებელი. სად შეგვიძლია ვიხილოთ, გუშინ ვინც არ ვიყავით და წუხვართ ფილმის მე სად შეიძლება ვნახოთ. ანუ შეთვის განსაკუთრებით მოვაწყობთ ცალკე. არა, რაღაც არ ვიცი, სხვა პლატფორმაზე ალბათ ატვირთავთ ხო თუ ჯერ არა, საფესტივალო. YouTube-ზე ალბათ. სავარაუდოდ არა, პროდიუსერს კითხეთ ეს თემა. ჯერ ესე კონკრეტულად ჩვენ თვითონ არ ვიცით, მაგრამ გეგმები დიდი გვაქვს და ზოგადად ყოველთვის ჩვენი პროექტები რაზეც ვმუშაობთ, უფრო დიდ მასშტაბზე გადის, ვიდრე თავიდან მაგალითად ფესტივალი შეიძლება იყოს ერთ-ერთი თავი ჩანა. ეს ის ნიშნა, რომელშიც აუცილებლად გავავთ. ანუ ფილმის გადაღებაზე გვიამბეთ. მარტივი ფუფუნება არ გახლავთ, ხო? დღევანდელ დღეს შექმნათ ფილმი, რომელიც თქვათ შემდეგ ფესტივალებზე იმოგზაურებს და შესაბამისად, როგორც ვატყობ, მე თვითონ არ მინახავს ფილმი და აუცილებლად ნახავ. თქვენი განწყობიდან გამომდინარე, დიდ მომავალს უწინასწარ მეტყველებთ, ესე რომ ვთქვათ, საფესტივალო კუთხით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა რაღაც დიდ ჰოლივუდის და რაღაც ისეთ პლატფორმებზე, სადაც შეიძლება ეს ფილმი მოხდეს. თუმცა რატომაც არა, ხო? პრინციპში ოსკარზე რატომაც არა. თავიდანვე ნებისმიერ
რეჟისორს თუ თქვა სცენარის უნდა კონდეს ეს ამბიცია. როგორ ფიქრობთ? ახსენა კომერციული კინო, საავტორო კინო. დიახ. ზოგადად საავტორო კინო ძალიან განსხვავდება დანარჩენი კომერციული ბაზრისგან. და რა თქმა უნდა ფესტივალები არის სპეციალური მიმართულება ფესტივალი. კი ბატონო. და საავტორო კინო მე ვფიქრობ უფრო საინტერესოა და უფრო უყურებადია გარკვეული განსაზღვრებული მაყურებლისთვის. რა გამოცდილება მოგცეთ ამ ფილმზე მუშაობამ ზოგადად და როგორია შექმნის პროცესი, ესეც გითხარით, რომ მომავალ რეჟისორებს თუ ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს გარკვეული ფილტრი მიუცეთ ან თუნდაც რჩევა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სადიპლომო ფილმი. და მომიტევეთ, მაგრამ არ არის ის ფუფუნება ჩვენთან უნივერსიტეტში, რომ შეგიწყონ ხელი აკეთო ფილმები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა იყო ის, როცა ჩავაბარე მაგისტრატურაში, მე მინდოდა ფილმის გაკეთება, მე არ მინდოდა დიპლომის აღება. ანუ დიპლომი თავისთავად მოყვება, მაგრამ მიზანი ჩემი არ იყო დიპლომი, ჩემი მიზანი იყო ფილმი, იმიტომ რომ მინდოდა და რაც გინდა ყოველთვის რაღაცნაირად ღმერთი ყოველთვის გეხმარება, მით უმეტეს როცა მიზანი სუფთა არის, არ ვიცი, ბოროტებას არ ემსახურება და ასე შემდეგ და ფაქტიურად გადაღების პროცესში ვისწავლე ყველაფერი. ასე გამოვიდა. და ეს გითხარი ღმერთი როგორ დაგეხმარათ. ესეც მნიშვნელოვანია გითხარით მაყურებელს, იმიტომ რომ როცა რაღაც ნამუშევარზე მუშაობ, ხა ჩემი გამოცდებით ჩემი ძლია ვთქვა, როცა სინერგიაშია რამდენიმე ადამიანი, რაღაც ყველაფერი თავისთავად რაღაც მარტივად გამოდის. აი ესე იყო თქვენ შემთხვევაშიც? რა თქმა უნდა და ყველაზე კარგი მამოძრავებელი ძალა ვფიქრობ არის გამბედაობა. და ზოგადად ხელოვნების სფეროში ყველა ხელოვან ადამიანს მინდა ურჩიე რომ უფრო გამბედავი იყოს. ნაბიჯები გადადგას, იმიტომ რომ მისი პროდუქტით შეძლებს საკუთარი მეზს გამოხატვას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსაკუთრებული ფინანსური ეს ხო ხარდაჭერა არ ჭირდებოდეს, მინიმალური რაღაცა კონკრეტულად შეიძლება შექმნას საინტერესო პროდუქტი, ხომ? აი ამის მოსმენა მინდოდა ეხლა მაყურებლისთვის რამდენად რელევანტურია ეს მოსაზრება, რომ შეიძლება ძალიან მარტივად გადაიღო ზედმეტი ხარჯის გარეშე ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება რაღაცნაირად თავისი და ავთენტური და გეტყვის საინტერესო. ეს ძალიან რთულია, ამას ჭირდება კოლოსალური თანხა და ზოგადად პროდუქტის შექმნა ხელოვნების სფეროში ძალიან ძვირია. რა თქმა უნდა შეიძლება პატარა ნაბიჯების გადადგმა და პატარა პროექტების შექმნა. უბრალოდ თვითონ ბათუმი ისეთი ქალაქია, სადაც ყველაფერი მეგობრების და ნაცნობების ხარდაჭერით ხდება. რატომაც არა არის საჭირო სადაცნობოთ და შემდეგ ფინანსების გამორიცხვით რაღაცის შექმნა შეიძლება. ჩვენ ახლა ვამბობდით, რომ კომერციული ფილმს კიდე სხვა ეს თქო ისა ამონაგები ესე ვთქვათ და სხვა ინტერესის კომერციული მათ შორის თუმცა აი საავტორო ფილმის შემთხვევაში ეს თქვენთვის უბრალოდ პორტფოლიოს შემატეთ რაღაც ნამუშევარი თუ გაქვთ აქაც კომერციული ინტერესი, რადგან თქვენ ახსენეთ რომ კოლოსალური თანხები ჯდება თუნდაც საავტორო ფილმის გადაღება. რატომ ესე? პირველი ინტერესი რაც ამ ფილმის შექმნას ეხებოდა იყო საკუთარი შემოქმედებითი გზა, რომელსაც სისტემატურად გავდივართ. ყოველთვის ხელოვან ადამიანებს გვჭირდება რაღაცის კეთება, შექმნა რთული რაღაცები სიტყვით გადმოსცე და გსურს რომ გადმოსცე შენი ნამუშევარი. აი აქ მინდა ჩაგეკითხოთ და ყველას აი ფაქტიურად ნებისმიერი რეჟისორი თავისი შემოქმედებით რაღაცას ეუბნება საზოგადოებას. ზოგს სურვილი აქვს საზოგადოებას სილა გააწნას, ზოგს სურვილი აქვს სარკეში ჩაახედოს, ზოგს სურვილი აქვს უჩვენოს, აი აქ არის ჩემი გზა, ჩემს მიერ დანახული ჭეშმარიტება. ზოგს უბრალოდ ამის სურვილი არ აქვს და უბრალოდ რა საზოგადოებაც არის, იმას წარმოაჩენს, რომ აი ეს ვართ ჩვენ, ხო? აქედან გამომდინარე, ამ ფილმის თავარი მესიჯი რა, ეს რო უთხრათ ჩვენს დალემაყურებელს და მეც მათ შორის. მე გეტყვით როგორც მხატვარი, რომ ვიზუალი რომელიც შევქმნი, ჩემი სურვილი იყო მაყურებელში გარკვეული აგრესიის გამოწვევა, რომ მათი რეაქცია ბევრად უფრო მწვავე ყოფილიყო და რა სურვილი ქონდა რეჟისორს. დანჯერ რეჟისორს ვკითხოთ, მაშინ გითხარი აბა, რომ რაღაცნაირად არარელევანტური კრიტიკა იყო თუნდაც ამ ნაწილში და ესე იგი ზუსტად ეს ჩანაფიქრი ქონდა, რომ კრიტიკა გააკეთა. მოდი დიანას ვკითხოთ, აი რა სურდა დიანას ამ ფილმის შექმნით, ხო რა გინდა რა უთხრა საზოგადოებას, საინტერესოა შენეული ხედვა, ხო ჩვენ ვიცით. მოდით მაშინ ასე გავაჟღერებ ერთ-ერთ ფრაზას. ყველაზე მნიშვნელოვანს ალბათ ფილმიდან. პრინციპში დამეთანხმებით ალბათ რომ ყველაფერი მოჩვენებითია. ყველაფერი მოჩვენებითია. ყველაფერი მოჩვენებითია.
ერთადერთი რაც არ არის მოჩვენებითი, ეს არის რწმენა. და ჩვენ თავარი რაც გაგვაჩნდა, საერთოდ როცა რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ სამნი ვიკვებებით და ჩვენს ირგვლივ ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად აკეთებენ საქმეს, რაღაცნაირად ვიკვებებით, ვივსებით. ყოველ შემთხვევაში ის დღეები არა მოჩვენებითად. ესე იგი არ ყოფილა ყველაფერი მოჩვენებითად. არა. მაინც ყველაფერი მოჩვენებითია, ბოლოს იქამდე მივდივართ, მაგრამ წამს და აი ამ რწმენამ შეგვაძლებინა ჩვენ ის, რომ იცით რა, როცა გადავწყვიტე და გავაჟღერე, რომ სრულმეტრაჟი ამ ფილმზე მინდა მუშაობა, მეთქი ძალიან არასერიოზულად მიიღეს ჩემი წინადადება, მაგრამ მე მწამდა, რომ მე ამას შევძლებდი, წამდა დათოსაც და ტატოსაც და დავარწმუნეთ ყველა და მართლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დაგვეხმარნენ ადამიანები. აი ფასდაუდებელი შრომა გაწია ოპერატორებმა, ერეკლე კოპრეიშვილმა, ნიკოლოზ ვერძაძემ და ერთ-ერთ რთულ გადაღებაზე კიდე დაგვეხმარა ვაჟა ტუღუში. საოცარი შრომა გაწიეს ასევე ადამიანებმა, სადაც ლოკაციები შევარჩიეთ. სრულად უსასყიდლოდ შეგვიშვეს სახლში, პატარა ამბავი არ არის, ახლა შედიხარ მთელი ჯგუფი და ავიწროვებ ესე ვთქვათ, ხო, სივრცეს ურღვევ, მაგრამ აი ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით, დაბრკოლებების არ გვეშინა და იყო მომენტი, რომ ოპერატორს ჩაეძინა, გადაღებიდან გვიან მოვიდა და ოპერატორის გარეშე რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მაინც წავედით გადაღებაზე. შუაგზაში დაგვეცია და მოკლედ ღმერთი ყველა წუთას ხელს გვიწყობდა, ერთი წამით არ გქონია ის შეგრძნება, რომ რაღაცა შეგვაჩერებს. ვიცოდით, რომ ფინალამდე გავიდოდით. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამუშევარი არის ენთუზიაზმით შექმნილი ნამუშევარი ამ ადამიანების, რომელთაც საერთოდ არ უფიქრიათ კომერციულ მოგებაზე, მაქსიმუმი ჩადაც და ჩვენ ძალიან ნიჭიერ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ხო? მაქსიმუმი ჩადეს თავიანთი რესურსის, აბსოლუტურად უანგაროთ. თუმცა ცოტა ანგარება უნდა ისწავლონ ქართველმა ხელოვანებმა, ასე მგონია, ხო? ანგარება ისწავლეთ ახალგაზრდებმა. ბატონოს ანგარება არის თავარი ცოდვა მომაფინალე. დიანა, რომ დავაინტრიგოთ ჩვენი მაყურებელი, მე აბსოლუტურად მესმის თქვენი პასაჟი, თქვენი თავარი მესიჯი, რომ რაც გინდათ, ესე იგი მიაწოდოთ მაყურებელს, ამოიცნონ საკუთარი თავები, ყველაფერი მოჩვენებითია, ხო, მთავარი მესიჯი. გამოსავალს თუ ვიპოვით ფილმში? აუცილებლად. აი, ესეთ ფოტოზე შეგვიძლია. აი, ეს უცებ ვასრულებთ, ხო? მადლობა ძალიან ჩვენს სტუმრებს, გვიხარიანების მერე აქტივობა, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს ქართულ კინემატოგრაფში, წარმატებებს გისურვებთ, და ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ დროებით ხვალამდე.